ჩვენ ტრადიციულად ვაგრძელებთ შეტრევნას ისევ ჭყონიას და ჩემოცის ფერთვალება მოხატულო კალმით. გიჟები ხარ ხართ. შავი და შავი. და რა თქიდოდათ ეს დაჭერები და პატრონში დაპონტიატო. თეთრი ვარდები. ყური უგდეს საქართველოს მთებს და ლელიანს. აუ ძალიან ხوار გავიდი მე ამ თემებში. დაგიბრუნდით ძვირფასო YouTube მსმენელებო და მაყურებლებო, ეთერშია ეკლექტიკას ეპიზოდი ნომერი 14. 16. ესე იგი ეს არის ჩვენი პოდკასტის 16 ეპიზოდი და მადლობა ადამიანებს, რომლებიც გვიყურებენ და უკვე რას გავხარიდან რაღაც უფრო ისეთ თემებზე გადავედით, როცა განვიხილავთ დისკუსიის ადგილი გაჩნდა. ასევე მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მოგწერა, რომ გვიყურებენ და ასე გულშემატკივრობენ, იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაღაც საზოგადოება იზრდება ჩვენს ირგვლივ და ჩვენთვის ეგ რაღაც წამახალისებელია, შემდეგი ეპიზოდი ჩავწეროთ ხოლმე, იმიტომ რომ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ სპონსორი არ ყავს და სხვა შორის არც გვიძებნია და რას ველოდებით არ ვიცი. ჩვენთვის თქვენ ხართ ერთ-ერთი სტიმული, ვისაც ვაკეთებთ რა, იმ ადამიანებისთვის, ვინც აი ზუსტად დისკუსიაში შემოდიან და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის. და გთხოვთ, რომ რამე თუ მოგწონთ, ან არ მოგწონთ, ან რამე თუ შეცვლიდით, ჩვენ მზად ვართ, რომ ანუ ეს საკითხები განვიხილოთ, იმიტომ რომ ჩვენც ზრდა განვითარების პროცესში ვართ და გვინდა რომ უკეთესები ვიყოთ, უფრო ყურებადები და მოსმენადები, ალბათ უფრო სწორი იქნებოდა. ასე რომ მადლობა. სხვათა ბერმა მითხრა, აი ვისაც არ ვიცთო, ისეთ თემა რომ აი დრო არ მაქვს და ესე ვერ გიყურებთო, მაგრამ rilsები რომ ხდებაო, მაგას ვნახულობო და ხალხო ჩვენ უნდა მოგვისმინოთ, შეგიძლიათ გზაში მოგვისმინოთ, შეგიძლიათ მეტროში მოგვისმინოთ, ან რა ვიცი, სახლის დალაგების საჭიროების კეთების, ანუ არ არის აუცილებელი რომ უყუროთ, ეს არ არის ტელეგაცემა, ეს არის პოდკასტი და უბრალოდ ყური უგდეს საქართველოს მთებს და ლელიანს. რა ლამაზი ნათქვამია ლევან, ამეტია. ხო, და ჩვენ ტრადიციულად ვაგრძელებთ შეტრევნას ისევ ჭყონიას და ამჯერად გამოიძახეთ ტრადიციული ისეთი რამ, რაც ვიცით რომ მოგვეწონება, იმიტომ რომ ექსპერიმენტები აღარ შემილია და მე თან ძალიან გვიან წერთ და ამერიკანოს და სხვა შორის, ხო, აი ერთ კოც ბიზნესმენი ახლა სახელს დავასახელებ, ყავით ცნობილი. ეს მაკაფეს ყავა დედასფიცა ვარ, მე ყავის ძალიან დიდი მოყვარული ვარ და ბევრად ჯობია იმ ორიგინალს, ჯობია ამათი ამერიკანო ნამდვილად. ყავის მარცვლები ნამდვილად უფრო გემრიელი აქვთ. თაკო შერასვა? მე ვსვავ კაპუჩინოს და იცი რომ მეკითხა, ვინ არის ახალი სეზონი დაიწყო და ნახე. გამომჩა სამწუხაროდ, მაგრამ გავიგე რაღაცეები და რა გაიგე? ვინ არის სეზონი? მოკლედ ნანატრი დღე მოსულა. რამდენი ხანი ველოდი ხალხო ეს როგორ გამომჩა? პუდელი გაიხსნა ვინმე? პუდელი გაიხსნა, პუდელი იყო ნატო გელაშვილი. ვაიმე აყოდება როცა ნუში ხალი? კი, ძალიან მოულოდნელი იყო, მეთქი ვიტყოდი, მაგრამ უკვე აღარაფერი აღარ არის მოულოდნელი. მამან გადაცემისგან და ზოგადად ამ ქვეყანაში და მე უფრო ჩემი ყურადღება მიქცია იმან, ვინ იყვნენ სხვებიც. რაღაცა ბაღბოსტანი იყო, სიმინდი, ბროწეული მე ვუწებ დელფინი. ბროწოლზე უმახსენდება ეს ტერმინი. ტრაქში შემოსული ბროწოლი რო უწოდა ერთ-ერთ თიგაცების წამყვანს ვიღაცამ გახსოვს ხო და ეხა პუდელში ამოსული ნუში. იყო გაიხსნა თურმე პუდელის ფორმიდან. ხო, პუდელი, დელფინი, მინოტავრი, სიმინდი და ბროწეული იღებენ მონაწილეობას. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ეს ვნახე. ეს პირველი 6 და კიდე იქნება საუბრობთ მომდენო 6 თუ რაღაცა. უკვე მესამე სეზონია თუ რაღაცა და ამდენი სეზონის განმავლობაში ქვეყანაში ერთი ამბები არის, მაგრამ იმედის მაყურებლისთვის პრობლემები არ არსებობს. ვინ არის მთავარი კვირიდან კვირამდე განსახილველი თემა. მე შეიძლება ამაში მეც უწყობ ამ წუთას ხელს, მაგრამ უბრალოდ მინდა ხაზი გაუსვა იმას, როგორ მუშაობს პროპაგანდა. შეიძლება ითქვას, რომ რეალური პრობლემებიდან როგორ გადავიტანოთ ყურადღება. მესმის, რომ ყველანი ადამიანები ვართ და განტვირთვა ყველას გვჭირდება, მაგრამ ეს განტვირთვაც შეიძლება რომ რაღაც შინაარსიანი იყოს და არ ვიცი, შოუც კარგი საყურებელია? მე არასდროს თავიდან ბოლომდე არ მინახავს, მაგრამ მე მგონი არა. ხო, მანდ კიდე რა არის იცი, აი ჩვენ ამ ადამიანებს ეს პერსონალურად კი არ ვერჩით, კაცო, წავიდეს მეტომეტრაზე, სადაც უნდა იმღეროს და საიდანაც უნდა ამბოს, მაგრამ დანაშაული მათი ამ შემთხვევაში ის არის, რომ თქვენ ეხმარებით პროპაგანდისტულ მანქანას და ისე იქცევით, ხო, ანუ აძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ თითქოს ქვეყანაში არაფერი არ ხდება და შეგვიძლია გავერთოთ. ეს არის თავი პრობლემა. მით უმეტეს, როცა ქვეყანაში მართლა ბევრი პრობლემა არის და სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ არ მინდა რომ ეს რაღაც ეპიდემიის სახე არ აქვს ამას რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან აქტუალური გახდა პრობლემა, რომ სკოლები იხურება იმის გამო, რომ
ფიქსირდება და თქვენ იცით, რომ მარტივად მოსაშორებელი დაავადება არ არის და გარკვეული დრო ჭირდება სკოლას, რომ დაიხუროს და დეზინფექცია ჩაუტარდეს და ასე შემდეგ, რომ ეს გავრცელება შეჩერდეს. მაგრამ როგორ ხდება ეს ჩვენ სკოლებში? ეგ უკვე აღარ ვიცი. ხო, მე მომწერა 45 საჯარო სკოლის ერთ-ერთი ორი მოსწავლის მშობელმა უფრო სწორედ ორ შულს ატარებს მაგ სკოლაში და მითხრა რომ ფერით და დომესტოსით რეცხავენო იმას რა ქვია ჩვენ კოვიდს ეგრევე ბრძოდით და ხო ძალიან ისვათ დილეტანტები ვართ ყველაფერში ამ 45 სკოლაში მოკლედ სრულიად არასწორად ებრძვიან მოსა თან სკოლას არ ხურავდნენ და კიდე მან ძალიან საგულისხმო ფაქტი ის არის რომ ეს როცა მივიდნენ დირექტორთან პრეტენზიით იმან რაღაცა თქვა რომ მე ყველაფერს ვაკეთებ მაგრამ სკოლასო ვერ გავაჩერებო და როგორც მომაწოდა წყარო ინფორმაცია რომელსაც არ დავასახელებ მითხრა რომ ამ დირექტორს 3 წლის წინ გასულია სხვათა შორის დირექტორობის ვადა მაგრამ არავის არ გაუშვია სკოლიდან ნეტა რატო თაკო აი ყოლებად ზემოთ პატრონი და სამგორის მაჟორიტარის მშობელია როგორც მაქვს ინფორმაცია წყაროსგან ჩემი გადამოწმებული ინფორმაცია არ არის მაგრამ ნამდვილად ასეთი ინფორმაცია არსებობს ჩემს ხელთ და ამ მუზიკი და პროპაგანდა მუშაობს ძალიან უცნაურად ანუ განათლების სისტემას შეექმნა პრობლემა ბავშვებში გავრცელდა საკმაოდ ესეთ ვერაგი და ძალიან დიდი დისკომფორტის შემქმნელი დაავადება და როცა ვერ ებრძვიან აი ამ დაავადებას უცებ პროპაგანდისტული მანქანა თავის ტროლბოტებით გუგუნებს და იწყებს იმ ნარატივის გავრცელებას თითქოს სკოლებში იმუნი რო გავრცელდა იმის ბრალია რომ ქვეყანაში დიდი რაოდენობით ინდოელები შემოუშვით ანუ ინდოელები დარფეშუაშია არ ვიცი ხელანერად შეიძლება ეს დაკავშირებული იყოს იმაზე რომ კონკრეტულად სკოლებიდან ეპიცენტრი მე მგონი ეგ არის ხოლგან ხო და თან გადადის რწყილის თუ ტკიპის ნაკმენისგან და რა თან ყავთ ამ ინდოელებს ის რწყილები და ტილები თუ რა გორიათ ვერ გავი სკოლაში სარდაფებში ვირთხისგან შეიძლება იქ მოხდეს და ასე შემდეგ რა შუაში ინდოელები ხალხ ასევე ზედაპირიდან არ გადადის აი ტანსაცმლიდან შეიძლება გადავიდეს და ამიტომ შეგიძლიათ რომ მოერიდოთ მაგალითად შოპინგის დროს გასინჯვას იმიტომ რომ ყველაზე მარტივად სხეულზე რაც მოხდებათ მაქედან გადადის და მაგით შეიძლება თავი გადადის კიდე მაგრამ სხვის თეთრეულთან ალბათ კონტაქტი არ გექნებათ და ნუ ტკიპის ნაკბენით აი ეს ზედაპირებიდან მეტროში რო რაღაცას ხელი მოკიდვან რომელიმე ტრანსპორტში ეს ნაკლებად შესაძლებელია მაგრამ ვიღაცას რო გაეხახუნო რომელსაც იგივე დაავადება ეგ პრობლემა არის და თან პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ მშობლებმა და ყველა იმ ადამიანმა ვისაც შეიძლება რომ ამის რისკის ქვეშ იყოს რომ სხვებს გაუფრთხილდეთ და თუ რამე სიმპტომში შეამჩნევთ უბრალოდ ან ბავშვი თუ იქნება სკოლაში არ გაუშვათ ანუ არ დამალოთ იმიტომ რომ ეს დამალვა ძალიან ბევრ პრობლემას გამოიწვევს და თან უპასუხისმგებლობა და უსამართლობა იმ ადამიანების მიმართ რომლებმაც უბრალოდ არ იციან რომ მის გვერდით არის ადამიანი რომელსაც ეს პრობლემა აქვს და თან ეს დაავადებაც არ არის ესეთი მოურჩენელი და სასიკვდილო რომ ხო არა ფატალურ შედეგით ნაკლებად თორდება მაგრამ სამაგიეროდ პრობლემა ის რომ წამალი ფაქტობრივად არ არსებობს ქვეყანაში და კუნალობენ საშინელი მკუნალობის მეთოდი აქვს გოგირდით მკუნალობენ რამდენიმე დღე ბანაობა საერთოდ გეგრძელება და ვისაც მუნი აქვს ეს წყალი რო ეხება კიდე უფრო უმწვავდებათ და სიმპტომები სხვა შორის მარტივი შესამჩნევია როგორც წესი ხელის მიდამოებში დაყვებთან მოსახრელ ადგილებში მოკლედ წვრილი გამონაყარი ჩდება ძალიან მწარედ იცის ქავილი და ამ გოგირდით გიწევს სხეულის გაწმენდა დღეში ორჯერ თუ არ ვიცი რა იმითი პერიოდულობით მაგრამ საშინელი სუნი აქვს ამ გოგირდს და თან რამდენიმე დღე ვერ ბანაობთ და თან თუ კი რამეში გძინებია თუ კი რამე გციმია ყველაფერი უნდა გადაყარო თუ გენანება უნდა გაყინო მაგრამ ნუ ეგეც და ეს ეხება ოჯახის წევრებსაც და ამიტომ რთულად მოსაგვარებელი პრობლემაა და თუ თქვენ სირგულეში არ მჩნევთ ან თქვენს ოჯახში ანუ ამაზე თავიდანვე უნდა გქონდეთ რეაქცია იმიტომ რომ და მიმართეთ ეკიმს თავის არ გაგივლით ხალხო კი და თქვენ თვითონაც რაღაც ხალხური მეთოდებით მოერიდეთ მკურნალობას იმიტომ რომ მედიცინა ჯერჯერობით არსებობს და იმისთვის არსებობს რომ დაგეხმაროთ მაგრამ ნუ რა თქმა უნდა არავის არ ცალია რეალური პრობლემების მოსაგვარებლად იმიტომ რომ პროპაგანდის მანქანა სხვა რაღაცებისკენ არის მომართული თავარია ვინ იქნება პუდელი კი მაგრამ ეს პროპაგანდა ყველგან რა ვიცი ხა ჩემი აზრით ჩვენს ქვეყანაში რუსეთიდან დაკოპირებული პროპაგანდა არის და რუსეთზე გამახსენდა. რუსეთში რამდენიმე წლის წინ მიიღეს, რამდენიმე წლის წინ არ მგონი შარშან child free კანონი ეგეთი ამბავია, რომ ვინც ზუსტად არ ვიცი როგორ მუშაობს რეალობაში, რომ ანუ ბავშვი თუ არ ყავს, მაგის გამო შეიძლება დაგაჯარიმონ.
4,000 ამერიკული დოლარით ფიზიკურ პირზე და თუ რაღაც თანამდებობის პირი ხარ ან ინვესტორი რაღაცა იზრდება კოლოსალურ თანხებზე ადის. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამ ქვეყანაში სერიოზულად შემცირდა შობადობა, მაგრამ გაიზარდა სიკვდილიანობა ნეტა რატო ომს ხო არა წარმოებენ ქვეყანასთან. მაგრამ ნუ რა მნიშვნელობა აქვს და აი ამის ფარგლებში შექმნეს ახლა რეესტრი ორსულების და ჩვილების, სადაც აღირიცხება ყველა ორსული ადამიანი თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობით და ჩვილის, რომ კარგად არის, თუდად არის რაიმე დაავადების მატარებელი არის თუ არა და ასე შემდეგ და ეგ მიაბეს რაღაც იქაურ დაავადებათა კონტროლის რაღაცა სისტემას. რა დაავადება არ არის, რა თქმა უნდა, ორსულობა და ისიც ამას არ ვთვლიან, მაგრამ ანუ ძალიან უნდა აღირიცხოს, რომ ჯანმრთელი რუსები გამრავლდნენ თუ რაღაც მსგავსი ამბავი არის და ამის პრეზენტაცია რო გქონდათ. სპარტაში თუ სადღაც რო ყავთ ყოფავშვის კლდი და რო ყრიდნენ. რაღაცა გამახსენდა რატო ხარ? ხო, ნუ იმდენად შემცირებული არის რუსეთის შობადობა, ერთ ქალზე მოდის 1.5-იო და ეს კოლოსალურად მცირე რიცხვი არის რუსეთის რეალობისთვის. და იმის მაგივრად რომ რატო არ აჩენს ეს ხალხი ამ ბავშვზე გამოიკვლიო, არა. უნდა შეუწყოთ ხელი შობადობასა და ესეთ რაღაც მოიფიქროს, რომ რაღაც ოლქებში ნელ-ნელა ამატებენ, სხვათა შორის ახლა პირდაპირ მოსკოვს და პეტერბურგს ვერ მიახტნენ. წახალისება ხდება ორსულების, მათ შორის არასრულწლოვნების. იმიტომ რომ იქ საუბარი იყო, რომ არა მხოლოდ უმაღლეს სასწავლებლებში, არამედ ანუ სკოლა იყოთ, კოლეჯი არ დაუკონკრეტებია, მაგრამ მათაც უნდა ეს ადამიანებიც, ანუ ახალგაზრდა ქალებიც უნდა წავახალისოთ, მათ შორის არასრულწლოვნებიც იგულისხმებოდნენ. ოღონდ პედოფილის სახალისება. კი, ოღონდ თანაკანონი აქვს პედოფილის წინააღმდეგ. და ანუ როგორ ხდება ეს ყველაფერი არ ვიცი, მაგრამ აქაც რაღაცა თანხები არის ორსულად როცა ხარ, ანუ 9 თვეზე დიდხანს ხო ვერ იქნები ორსულად. და ეს დახმარება ამ 9 თვის განმავლობაში გეძლება. როგორც კი აღარ ხარ ორსულად, მაშინვე გიწყდება. მე ეს ბავშვი როგორ უნდა გაზარდო არ ვიცი, მაგრამ ნუ რა ვიცი. ალკოგოლით. ალკოგოლით უნდა გაზარდო თურმე და ანუ ესეც სიგიჟები მოიფიქრეს იმისთვის, რომ არ ვიცი, ახალი საზარბაზნე ხორცი შექმნან, იმიტომ რომ რა ვიცი. სამომავლოდ რა იცი ვის დაესხმებიან კიდე თავს. იმიტომ რომ ძალიან დიდი დანაკარგი აქვთ ომში. ხო, ჩვენ ხო რაღაცნაირად ყველა უცნაურ და უჯიშო კანონს ვაკოპირებთ ხოლმე ამ ერთმორწმუნე რუსეთიდან და დარწმუნებული ვარ ქართულ ოცნებასაც მალე მოიხარშება ტვინში რაღაცა მსგავსი. და სხვათა შორის ჩვენ საქალებში რო იყო მე 6 შულს რო გაჩენდი და მილიონს რო გწვდით რომ დახოცეს ბაქარმა და თავის მოდამერთმე. სხვა შობადობას ძალიან შეუწყო ხელი საპატრიარქო მესამე შულს რო უნათლავდა ხოლმე ილია ხო? ხო, მაგრამ ჩვენთან ყველაფერი უცნაურად და უკუღმართად ტრიალებს. ჩვენთან კიდე პედოფილიას უწახალისება უნდა არ ვიცი ქვეყანაში ისედაც არალოგიკურად ხშირი შემთხვევაა პედოფილის ახლახანს ბოლოს მახსოვს რომ უმწევ მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი გაუპატიურა ოჯახის ახლობელმა თუ არ ვიცი ვინ ვიღაცა ახალგაზრდა კაცმა ორი სხვა არასრულწლოვანის თანდასწრებით ანუ იმ ადამიანს ხო სტრესავდა ფიზიკურ ტრავმას აყენებს საშინელებას აკეთებდა კიდე ორ ადამიანს ორ არასრულწლოვანს მთელი ცხოვრების ტრავმას უტოვებს მეხსიერებაში ანუ ავადმყოფების ქვეყანაში ვცხოვრობთ მე ამ კაცს ჩაზოვენ ციხეში ბაბუამ რომ ბიჭი ეგ სხვა кейსია კიდე. ეგ კიდე სხვა кейსია. აი მაგასთან. სხვათა შორის აი სტატისტიკურადაც ბავშვებზე ძალადობის შემთხვევები ყველაზე ხშირად რატომღაც კახეთის რეგიონთან ასოცირდება. ასოცირდება ხო. ასოცირდება კი არა აღირიცხება ხო ჩვენ არ ვეკონებთ ამას. ვაიმე კახეთზე გამახსენდა ეს პოდკასტი რო გავა ორი დღით ადრე საქართველოს აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს ანუ სიღნაღის საზღვრიდან 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც მე თუ სწორედ მახსოვს წუთნას ასრულებდა და მიფრინავდა აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით და ანუ რა სიგჟეებში ცხოვრობთ, რომ ტროლების მანქანა მართლა ტროლები იყვნენ ოღონდ. დარწმუნებული პროპაგანდის მეშვეობით ტვინ გაყენული ადამიანებიც იყვნენ, მაგრამ კომენტარებში, ანუ კომენტარებში ილანძღებოდნენ, რომ ძალიანაც კარგიო, რუსეთის უმტერიაო, თურქეთის უმტერიაო და თურქეთის სამხედრო თვითმფრინავიო, ჩვენთვისო საფრთხეს წარმოადგენდაო და იგიო და აკიო. რა ვიცი, მე მგონი ის კაცი მართალი იყო, რომ იძახდა, რომ ეს ავადმყოფებიაო, იმიტომ რომ ამავდროულად ხაინდრავა გამოვიდა და იძახის, რომ დიდი ამბავი არაბები თუ აქ ჩამოვლენო და ინვესტიციას განახორციელებენო, 300 წელი ვიყავით მაგათ მონობაში და ვერ გადავრჩითო. ანუ ეს თემა, რომელიც ეხება ამ არაბულ ინვესტიციებს, ანუ იმის გამო გადარჩენილებს გავართ. რა ვიცი, ეგ გავს გადარჩენილს. ანუ ამბავი არის ის, რომ ძალიან რთული არის, რომ პოლიტკორექტულად ამაზე ისაუბრო, რაღაც რასიზმი არ გამოვიდეს, რომ რადგან არაბები არიან, მაგიტო არ გვინდა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მაგაში არ არის პრობლემა. პრობლემა არის იმაში, რომ რა დადეს რა ხელშეკრულება, ეგ არავინ არ იცის. ამაზე არავინ არ საუბრობს, რომ ეგო თქვენ არ გეხებათო, რაღაცა იქნება, რანაირად არ მეხება. ამ ხელაფული
ამ ქვეყანაში უნდა დაიხარჯოს და ვის უნდა მოხმარდეს, ხო უნდა ვიცოდე, მეც ხო ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, როგორც ჰესებთან დაკავშირებით იყო, რომ ჯერ გააფორმეს ხელშეკრულებები და მე აღმოჩნდა რომ რაღაც სიგიჟე იყო და გავიდა ის კომპანია და მე ახლა ჩემ შვილებს კიდე ვალიადებთ მაგათი ფაუზე, ეგეთი რაღაცა რო არ მოხდეს, რანაირად შეიძლება რომ ამაზე ინფორმაცია არ მქონდეს, მაგრამ ვიღაცას მაინც ყოფნის ეს სითავხედე გამოვიდეს და თქვას, რომ დიდი ამბავი ახლა ეგო 300 წელი ვიყავით მაგათ ვანობაშიო. მაგრამ რა უნდა გამიკვირდეს ყობახიძე ვენოკებით დარბოდა აღამაღმა თანის იმაზე რა ქვია სასაფლაოზე მურვაყუს გელექშია კაცი ახო და თურქები ყოფილა ჩემ მტერი ხო გაგიშები ხარ ხართ სხვა შორის ისტორია ვახსენეთ და ისიც სათქმელია რომ აი ხო ყველაფერს აოხრებენ რაც ისტორიას უკავშირდება რეალურად და სათავისოდ იკეთებენ და მე ისე გამოყავს თითქოს ჩვენ ვართ არატრადიციული ადამიანები და ისტორია არ გვიყვარს განათლების რეფორმაზე არაერთხელ ვილაპარაკეთ მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ცენტრალური ნაწილი ესე კონკრეტულად არ გვითქვამს რომ ის საუნივერსიტეტო შენობები რომლებიც ყოველგვარი სნობიზმის გარშემო უნდა ვთქვა რომ კონცენტრირებულია ძირითადად ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე და თბილისის ცენტრალურ უბნებად ამ ადგილს სწორედ ეგ აქცევდა საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ უბნებად ცდილობენ რომ რაღაცნაირად ეს შენობები ჩაანაცვლონ რაღაცა ბიზნეს ინტერესებით და ეს ამ შენობების ადგილზე აშენდეს რაღაცა ახალი ბეტონის კონსტრუქციები და იქნება სასტუმროებით მოლები ჯერ არავინ არ იცის მაგრამ აი ამ ტერიტორიებით დაინტერესდნენ და კიდევ ერთი მიზეზი ამ განათლების რეფორმის ეგეც არის რეგიონში ეგეთი დიდი თესეულ როგორი უნივერსიტეტი არის რამხელა ისტორიის უნივერსიტეტი არის რეგიონში ეგეთი მეორე დამისახელი ანუ არა მარტო საქართველოში ანუ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი არის საგანმანათლებლო დაღესტანის ეროვნული ხო აი არ ვიცი დაღესტანში რა ხდება მოკითხვა დაღესტნელებს მაგრამ ანუ ისტორიის განადგურება თუ გინდათ არის ეს და ამას აკეთებენ ჩვენ თვალწინ და ჩვენ რა ვიცი რას ვაკეთებთ გძინავს თუ იმიტომ რომ რეალურად კოცები ყველაზე მეტად ებრძვიან ეს ბუტაფორიულად კი ისვენ ხოლმე ფრაზებს თითქოს აი იმ დიდმა იმან თქვა ყველაზე მეტად თუ ვინმე ებრძვიან კოცები არის ივანე ჯავახიშვილის და ილია ჭავჭავაძის იდეა. ანუ ყველაზე მეტად ებრძვიან მაგას, იმიტომ რომ ყველაზე ნაკლებად უნდათ განათლება და ყველაზე ნაკლებად უნდათ ადამიანებს თავისუფლების რაღაცა მაღალი დონის შეგრძნება, თავისუფლების სული. ხო, ანუ ამას ებრძვიან ყველაზე მეტად და უკვე ებრძვიან არა მარტო იდეოლოგიურად, ებრძვიან ფაქტობრივად ფიზიკურადაც ხო დანგრევა უნდათ ჩვენი ისტორიის. ადრე რამდენიმე წლის წინ მაგალითად მაინც ვერ ბედავდნენ იმას, რომ აი რაც გამოკვეთილი იყო მეგობარი ერქვა ჩვენი ქვეყნის და მტერი ერქვა, მაგაზე მაინც ეგრე არ ეთქვათ, რომ პირიქით იყო, მაგრამ ეხლა პირიქით არის, მაგალითად რა ვიცი, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ეხლა მარტო იმიტომ რომ არსებობს, რომ უკრაინაში არის ომი და ეგ რამდენად შეიძლება იყოს არ ვიცი რა შეჯდება რომ ჩვენი მეგობარი ქვეყანა რო იტანჯება მაგაზე შენ ფულს შეულობდე და ამიტომ კარგად იყო არ მესმის და უკრაინას გამახსენ და ანჯელინა ჯოლი რომელიც არის მართლა საოცარი ქალი სხვა ვთქვი კიდევ ერთხელ იყო ჩასული უკრაინაში და რაღაც ინტერვიუ ვნახე რომ მოგთან ჩასვლის და შეხვედრის დროს ჩაირთო სირენები რა რასაც ძირითადად ხდება ხოლმე უკრაინაში ძალიან ხშირად და ყველა მოჩავიცვითო ანუ აღჭურვილობა და ასე შემდეგ ხამას განსაკუთრებულად გაუფრთხილდებოდნენ მაგის იმჯერა და მე ჩემთვის ესო ანუ ტრამვული გამოცდილება იყო მაგრამ ხალხიო 3 წელია მაგ მდგომარეობაშია და უბრალოდ წარმოადგენს არ მინდა რა შეიძლება იყოსო და აი არ ვიცი ანჯელინა ჯოლი იტყვის მაგას თუ უკრაინელი ადამიანი რომელიც უკვე წლები ამ ომში ცხოვრობს ჩვენთვის არ უნდა იყოს ეგ რაღაცა სულ ერთი მით უმეტეს როცა ომი გვაქვს გადატანილი რუსეთთან და 5 დღიანი იყო და 5 დღის განმავლობაში რა ზარალიც მოგვაყენეს მაგის მერე რომ ჩვენ დაუშვით თითქმის 13 წელი რუსები თავზე გვეჭდნენ შეფარულად მაგრამ ეხლა ძალიან ღიად ანჯელინა ჯოლი ხო არის ამ სოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი და მაგაზე გამახსენდა მე ხო იცი სილამაზის კონკურსებზე მაგრამ ერთობი ხოლმე და Miss Universe არის ჩემი ეს და ამ სილამაზის კონკურსებში ყველაზე ტოპ რა ხარისხითაც კონკურსანტების შედარებით უფრო ესეთი დახვეწილები ყავს ხოლმე, ანუ იმ საშინელ სილამაზის სტანდარტებში სვავენ, მაგრამ თან ბოლომდეც არა, იმიტომ რომ მაგალითად წელს სხვა შორის ადრე იყო ესპანეთის და მერე ნიდერლანდებიც და ნიდერლანდებს ყავდა ულამაზესი წარმომადგენელი, ტრანსგენდერი ქალები გაუშვეს და მაგაზე მიდის ხოლმე მთელი ბჭობა, რომ აი ტრანსგენდერი ქალი უნდა იკავდეს თუ არა მონაწილეობას ქალების სილამაზის კონკურსზე. ანუ ხალხო თუ ვიძახით, რომ ტრანსგენდერი ქალი არის ქალი,
მაშინ ის უნდა იღებდეს ქალების სილამაზის კონკურსში მისტერ ვალენტინზე ხوار გამოვა. ხო და რა ვიცი, ჩვენ ხშირად ვამბობთ, ხშირად ამბობენ ხოლმე ისევ პროპაგანდისტები მეწევთ, რომ ჩვენ უფრო აზიატები ვართ, აზიელები ვართ, შინაგანადო ვიდრე ევროპელებიო და რა ვიცი, აგერ უკიდურესი წერტილიდან აზიის, ვიეტნამიდან ტრანსგენდერი მონაწილეობს ამ კონკურსში და ფილიპინელებზე და მეზე რა ვქოთ, აილანდელებზე და ასე შემდეგ თუ ხსმენიათ ლედიბოების კულტურაზე, მაგას არ უნდა ამბობდეს ჩემი აზრით. და წელს იყო ძალიან საინტერესო მომენტი, რომ იმართება ტაილანდში თუ არ მეშლება ეს კონკურსი და ტაილანდის დირექტორი, ვინც არის, ვინც კურირებდა ამ კონკურს მის სამყაროს, მაგან უთხრა მექსიკის წარმომადგენელს მიაყენა სიტყვური შეურაცხყოფა მოკლედ რა stupid dump თუ რაღაცა ეგეთი უთხრა შტერიხა რომ მოკლედო, იმიტომ რომ არ მიიღო სარეკლამო კლიპში მონაწილეობა, რომელიც წარმოაჩენდა ამ ქვეყნის კულტურას და არ ვიცი ხე მექსიკასა და მაგ ქვეყანას შორის რა უთანხმოება, მაგრამ იმ გოგოს არ მიიღო გაწოდება ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო, რომ ეს მონაწილე მაგ ნაწილში არ ჩაერთვებოდა და მაგის გამო ააყენა ეს გოგო ფეხზე და ყველასთან დასწრებით ლანძღა. შენ ხო სულელი ხარო და იმ გოგონ რო უპასუხა რომ ესო ჩემი გაწყვეტილება არ იყო და შეგ პრეტენზიაო შეგზეთ ქვეყნის წარმომადგენელთან გამოთქვათო და არა ჩემთანო, ნუ მეტლიკინებიო და ბოლოს კი დაცვა მომიყვანეთ და ადგნენ ეს გოგოების უმეტესობა და მექსიკის წარმომადგენელი გააგდო მოკლედ დარბაზიდან და ადგნენ ამ გოგოების უმეტესობა და დატოვეს მასთან ერთად და მექსიკის წარმომადგენელი რო გამოვიდა იძახდა რომ მე ვარ კონკურსში მოვდიოდიო დარწმუნებული ვიყავი რომ ბევრი ქალის სათქმელს ვიტყოდიო და მე ვარ ვაკო თქვენი ხმაო და ჩემს ხმას ვერავინ ვერ გააჩუმებსო და ის კაცი ესე ჩახსნეს გააგდეს მშვენივრად თანამდებობიდან ისე ტირო და მართლა შემბეცოდა ბოლოს. ვინ კაცი? ის კაცი ხო მთელი გულით ტირო და მთელი გულით არ შემწოდებიოთ უტანავ. აი სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი აზრით, მან უფრო გააძლიერა. კი, და ამ კონკურსს სხვათა შორის რატომ მოწოს კიდე იცი, რომ მარტო სილამაზით კი არ ფასდებიან კონკურსანტები, იმიტომ რომ მაგალითად ბოლო პერიოდში გამოჩნდა არასტანდარტული ვიზუალის გოგოებიც რა, ანუ 90-60-90 მიღმა და ჰაიპის მიხედვით უფრო ვლინდება ხოლმე გამარჯვებული და მექსიკა პერსონალიტიც და ჰაიპიც, აი ვინ უფრო მოთხოვნადი არის. სხვა შორის ჯანეტა ქერდიყვაშვილი იყო მაგ კონკურსზე და მე მგონი საქართველოს ბოლოს ეწევა და ძალიან დიდ ჰაიპში იყო, ხო გიჟებით რომ შევესწრებთ ხოლმე ქართველ ყველაფერს ვალაიკებთ, მაგრამ მაშინ ვერ გავიდა ტოპ 16-ში. მაგაში მექსიკას გულშემატკივრობ და ვიეტნამსაც პრინციპში. ეგ კარგი არის, რომ სტანდარტები რომელიც ვიღაცა მოიგონა და მე ამ სტანდარტებს ყველა მიყვებოდა რაღაცა პერიოდის განმავლობაში ნელ-ნელა იშლება, მაგრამ იმედია რომ ამ მოშლის პროცესს მოვესწრები და ამ მოდის დაბრუნებას არ მოვესწრები, რომ ისევ სკინი გოგოები და უბრალოდ ლამაზები და უბრალოდ ქერები დაბრუნდნენ, იმიტომ რომ ზოგადად ლამაზ და ქერა და სკინ ადამიანებს არაფერს არ ვერჩი, მაგრამ სხვების დასტრესთვის ხარჯზე რომ შედარება ხდება, ეგ მომენტი ნამდვილად არ მაგნაცილში უფრო ალბათ მოდის ინდუსტრიაში სილამაზის კონკურსები, ხო, ცოტა სხვა რაღაცა, ეგეთი მასშტაბური არ არის. ანუ სილამაზის კონკურსი არ არის ქალის ხმა, ჩემი აზრით, იმიტომ რომ თვითონ სახელი ქვია ეგეთ სილამაზის კონკურსი. რატო ხო ყვიროდნენ მე? ჯორჯია. არა, ხო, მაგრამ მე მგონია რომ აი მანდ ოკეი, არა ვიღაცები, ანუ სილამაზის კონკურსებში მოდელები არ მონაწილეობენ. ანუ მოდის ინდუსტრია ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და დიდია და ნაწილში სილამაზის კონკურსებზე იყვნენ ის ადამიანები, ვინც მაგით ცხოვრობენ, რომ უნდათ რომ სილამაზის კონკურსზე წავიდნენ და მივცეთ ეგერთი სივრცე დავუთმოთ. არა, მაგ კონკურსების არსებობა არ არსებობას საკითხს საერთოდ არ ვსვამ პირიქით. რაც უფრო მეტი ადამიანი ქალი გამოიყენებს სხვადასხვა პლატფორმას თავისი აზრის გამოსახატავად უკეთეს. უბრალოდ თავიდან ადრე ეს იყო, რომ მშვიდობა მსოფლიოში იყო, ვითომ ყველას სატკივარი და ეხლა რო გულწრფელად რაც აინტერესებთ და რაც აღელვებთ მაგაზე არის საუბარი, ეგ კარგია, იმიტომ რომ მე მახსოვს ადრე ბავშვობაში რო ვუყურებდი, ზოგი ცხოველთა უფლებების დამცველი იყო, ზოგს გარემო აინტერესებდა, ზოგს ეტყობოდა რომ ეს მოუგონეს და უბრალოდ ის ნაწილი იყო, მაგრამ ეხლა გონია რომ უფრო გულწრფელი გახდა. და სხვა შორის ამ არასტანდარტულ რაღაცებს გამახსენდა ნიუ-იორკის მერის არჩევნები იყო და ვიცით რომ გაიმარჯვა დემოკრატმა სოციალისტი ეს ადამიანი და ახლა მაგაზე უგანდიდან. ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის ხო საშინელი ქსენოფობია. რა ქვია და თან დიდ ქალაქებში რო იგებენ ხოლმე არჩევნებს ოპოზიცია, ეგ ნიშნავს რაღაცის მანიშნებელი არ ხოლმე მომდენო არჩევნებს საუბრობთ ის მიიღებს ხოლმე ხმას. აი სტამბულის მერიც მაგალითად ოპოზიციონერი იყო და მაგიტომაც დაიჭირა ერდოღანმა რომ მე არ ჩაინაცვლებ, იმიტომ რომ ინდიკატორი. ჭირდება ტრამპს მაგისი დაჭერა, ანუ ჩვენთან რო ხდება ეგეთები არ ხდება ამერიკაში, მაგრამ ხო ეგ იყო რაღაცა რეაქცია იმისი, რომ აი მაგალითად ტრამპი ხო არის რადიკალი, ოღონდ ერთი მიმართულებით და ეს ტიპი არის რადიკალი, ოღონდ მეორე მიმართულებით. სოციალისტია რა თან ისეთი. ხო და აი როგორც აღმოჩნდა, ეხლა ამერიკაშიც და სოფლიოშიც ეგეთი ამბავია, რომ აი შუაშისტების ადგილი არსად აღარ დარჩა. ანუ რაღაცა ესე გინდა და ძალიან გინდა, ან ესე გინდა და ძალიან გინდა. ხო, ჩვენი ადგილი ჩემო კარგო ამ სამყაროში აღარ არის. თავი თუ არ გაიგიჟე
და მოიკალი არ არის, მაგრამ ეხლა მე მინდა ვილაპარაკო მის ცოლზე, რომელიც არის 28 წლის პირველი ნიუ-იორკის ყველაზე ახალგაზრდა პირველი ლედი გახდება 2026 წლიდან, როცა ოფიციალური ინაუგურაცია იქნება. ეს ქალი არის რამა დუვაჯი, რომელიც არის, ამერიკაში დაიბადა, მაგრამ წარმოშობით არის სირიელი ამერიკელია, რომელიც ამერიკაში ცხოვრობდა, მერე დუბაიში გაატარა თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი, მერე ისევ ამერიკაში დაბრუნდა, ნიუ-იორკში ცხოვრობს, არც თუ ისე დიდი ხანია, ბრუკლინში არ ვცდები 2021 წლიდან. და იქ გაიცნო თავისი მომავალი მერი ქმარი, ერთ-ერთი გაცნობის აპის დახმარებით. როგორი ადამიანური ისტორია. ხო, ძალიან ადამიანური ისტორია და ეს გოგო არის ილუსტრატორი, არტისტი და ეს მის ვიზუალსაც ეტყობა რაღაც ბოჰემური სული თუ რაღაც მოდის. აი მის ქორწილის თუ ნიშნობის ფოტოები რო ნახოთ, რომელიც არის ძალიან ჯენზი. მიუხედავად იმისა, რომ მისი ქმარი არის 35 წლის, აი ამ გოგოს სული კარგად ჩანს და მე მგონია, რომ რაც წავიკითხე, იქიდან დიდი გავლენა აქვს თავის ქმარზე, იმიტომ რომ მისი ქმარი სულ ახსენებს, რომ მის გარეშე არც წუთი არ მინდა, რომ მოკლედ მან დიდი გავლენა იქონია მასზე და ერთ საყვარლობა იყო, ეხლა არ ვიცი რამდენად გულწრფელია, მაგრამ რატო არ უნდა იყოს ადამიანი გულწრფელი, როცა შეყვარებულია თავის ახალგაზრდა ცოლზე, რომელიც 2 წელია მისი ცოლია, რომ ის ყოველი წუთის მასთან გატარება მინდა და ის იმსახურებს, რომ არა ჩემი ცოლის სტატუსით გაიცნოს ხალხმა, არამედ როგორც არტისტი, იმიტომ რომ კარგი არტისტია და როგორც დავგუგლე მერე მართლა თავის ამბავში ცნობილია რაც შეიძლება 28 წლის ადამიანმა გააკეთა, როცა 4 წელია ნიუ-იორკში თუ 5 წელია ნიუ-იორკში ცხოვრობ. ბევრი ცნობილი ჟურნალში დაბეჭდილა მისი ნამუშევრები, ილუსტრაციებს აკეთებს და სხვა მედიაში მუშაობს. საბავშვო ილუსტრაციებსაც აკეთებს წიგნების და რაღაცაების და მოკეთ ეს გოგო ძალიან მომეწონა, ესე ერთი და ასერჩვით თუ რაღაც, იმიტომ რომ ვიზუალურადაც გამოიყურებოდა როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, რაც რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რასაც ტრამპი აწვება, მაგრამ ეხლა სოციალისტი მერი ნიუ-იორკში როგორ არის, ეგ უკვე აღარ ვიცი. დაიცავს მაგდონალდში დასახმებულთა უფლებებს ალბათ. ხოთშორის მანამდე იცავდა ემიგრანტებს, რომლებიც გამოსახლებულები არიან. ხოთშორის ყველაზე მაგარი რაც არის, მერმა ამერიკის მოქალაქეობა მიიღო 2018 წელს. ტრამპი რო იყო პირველი ვადით პრეზიდენტი. არ უნდა მიეცა. და ჩვენთან საინტერესო ამბავი რა არის? მაღაზიაში ვიღაც ქალი შევარდა და დაატერორა კონსულტანტი. აი, მის უფლებებსაც დაიცავდა. ქალი არისო, ეგ არის ქოცების ერთ-ერთი ყველაზე გიჟი მხარდამჭერი მანჩო გიორგობიანი, რომელმაც, ყველა ნახეთ ის ვიდეო რო არ მოყვეთ ისტორია, მაგრამ ჩემი საყვარელი მონაკვეთი მაგ მთელ სიგიჟეში არის ის კაცი, რომელიც შედის მეორე დღეს და რა გინდოდათ ეს დაჭერები და პატრულში დაგერეკა ჩემთვის დაგილაკებდით და მაგაზე შალვა რამეშვილი იცახის, რომ ეგეთი ადამიანებიო არიანო თბილისის სუბკულტურის განუყოფელი ნაწილიო და გვიყვარსო, უნდა გვიყვარდესო რა და ძალიან დიდი ბოდიში რა ჯერ შალვა რამეშვილი ვინაისო თბილისელებს გვაფასებს, მე კიდე აქ ცხოვრობს თაობები ადამიანები და თბილისის სუბკულტურის ნაწილი მეტადონშიკები არ ყოფილან არასდროს, ძალიან დიდი ბოდიში. და მანჩო გიორგობიანმა კიდე ესა მე ნარკოტიკებს ვეგაპოწლებიაო და მაგიტო ცოტა ვერ ვარო და საგიჟეში წამიყვანეთ არ მინდა ციხეშიო. ეს თავის მოგიჟენება მაგარია. ქალი ხო გიჟი მხარდამჭერია ქართული ოცნების და ისედაც ცოტათი ეტყობა რომ ფსიქიკური პრობლემა შეიძლება ქონდეს და სასამართლო პროცესზე მოუწია რომ სახაზინო ადვოკატს დაეცვა, იმიტომ რომ არავინ გამოუჩნდა გარშემო, ვინც ადვოკატს გამოუყოფდა და დარბაზი იყო ცარიელი მხარდამჭერებიც კი არ მივიდნენ, ვიღაცა მყварებელიც კი შეიძლება გარშემო არ ყავს ესეთი, ვინც დარბაზში იქნებოდა და იკითხა რომ დარბაზი რა სხდომა რატოა დახურულიო, არადობრალოდ არ მევიდა ხალხი. და ისიც იკითხა რომ მედიაო რატო არ აშუქებს ამ ამბავსო და უკაცრავად ქალბატონ უკვე თვეების განმავლობაში მედია ვეღარ შედის და ფოტოსაც ვერ იღებს ადამიანი სასამართლო დარბაზში და მოусმინეთ ხანდახან იმას რა ქვია ქართულ მედიას არაპროპაგანდისტულ არხებს იქენ რაღაც გაიქოს და ეგ არის ქოცების სახე ხალხო ან თქვენ ახლა ვინც ქოცები ხართ თქვენ როგორც კი შეგექმნათ პრობლემა და ამ ხომ გაიჩარჯა ფაქტობრივად გეკაგელაძე რო დაეპოსტა 3 დღე ისე თავისუფლად დადიოდა გარეთ და არც დაიჭერდა სავარაუდოდ ხო და ეგ არის რა ქოცების რეალური სახე რომ მარტო რომ დარჩებით გაჭირვების ჟამს არავინ არ დაგიდგებათ გვერდში და აგერ თქვენ კი ხედავთ პოლიტპატიმრებს როგორც უდგას ხალხი გვერდით არ დაკლებიათ არც ფონდებში ჩარიცხები არც საუკეთესო ამ ქვეყნის საუკეთესო ადვოკატების დახმარება არც მედია გაშუქება და არაფერი და სრულად უცხო ადამიანების მხარდაჭერა თან მეგობრებზე არ არის ქოცები არიან ხელისუფლებაში ეგენი რო არ იქნებიან და მე რო დადგებით ნამდვილი მართლმსაჯულების წინაშე ხო წარმოგიდგენიათ რამდენად ემახსოვრებით ამ ქვეყნის მოქალაქეებს
მომეშალა ნერვები. რა თქინდათ ეს დაჭერები რა. მაგათია თბილისი, თქვენ დედავატირემე. შეეს მაგრად გაიტრენდა ეგ ის მუსიკალური ნომერი ნახე. აუ კიდე ერთ სიტყვი, ეგ რო შედის, რადგინოთ ეს დაჭერები, მან არის ტელეპროლის გადამღები ჯგუფი მისული მაღაზიაში და ერთ-ერთ კონსულტანტს იმ მაღაზიაში, სადაც ეგ ჩხუბი და დაპირისპირება მოხდა, თანამშრომლები გაულახეს და ეს ქალი იცახის, რომ მე არაფერი არ ვიცი, არაფერი არ გამიგე და ქალბატონო, თქვენ თუ დაიგუბებთ პირში წყალს, შემდეგ შეიძლება თქვენ გათრიოთ იქ 10 კაცმა და გუბურწალადობასა და სხვა დაიგუბებს და მასე არ ხდება, უნდა ითანამშრომლოთ მედიასთანაც, გამოძიებასთანაც და უნდა შეინარჩუნოთ ადამიანის სახე. ხო, ეგ ძალიან ცუდი ამბავი ყარა, რომ მე რო გამლახონ ახლა და შენ რო არაფერი არ თქვენ, ხო ჩაგაფრინდი კიდე რომ გამოვა. მე რო თქვა რომ არაფერი არ ვიცი. აკაური არ ვარ. არ ვიცნობ, ვინარი თაკო. ანუ ეგ ძალიან არა ადამიანური საქციელი იყო ჩემი აზრით. ყველას ეშინია გასაგებია, მაგრამ რავი. ანუ ხო. მან არაფერი ისეთი არ იყო ჩემი აზრით. გამბედავი და სიმამაცი არ ჭირდებოდა მაგამოს, იმიტომ რომ შეიძლება იმ ქალს ეგეც ეცემა. არა მგონია პირადულად მიხდება. მე მარტო ის მიხარია რომ ის ძაღლი მანჩო გიორგობიანს რო თან ყავდა, მაგან მოიპოვა თავისუფლება და რაღაც პერიოდი მაინც არ მოუწევს იმ ადამიანთან ერთად ცხოვრება, ვინც ლამის ძაღლით ცემდა ადამიანებს. ის რო ხო რა ძაღლს რო მოუქრევს, მანჩოზე არ ვიძახი ისე ზოგადად. ძაღლით როცებს ვიღაცას. დაახლოებით ეგრე წარმომადგენია მაგ ძაღლის ბედი და მიხარია რომ ჯეკა ფრი ჯეკა. მაგრამ ჯაკოს არ გაუბართლა. როგორც ხედავთ, ჩვენი სტუმარია ყველაფერში კი გიორგი ცხადაძე, მომღერალი, მსახიობი, მუსიკოსი, ინფლუენსერი, მამა. და კარგი მოქალაქე. გამარჯობა გიორგი. უბრალოდ ლამაზი ადამიანი და ჩვენ მეგობარი. ძალიან მიყვარხართ. YouTube გადაცემებში ხშირად არ დავდივარ ხოლმე და აი ხა რომ მომეცით შესაძლებლობა რომ მოვიდე და რაღაცეები ჩემი სიბზნეები ვაფრქვიო. მადლობა იმედია ვინმეს არ გავაგებია. შესაძლებლობა კი არ მოგეცით გიორგი ცხადაძის დაბადების დღეზე აღმოჩნდით შემთხვევით, სადაც გამოვიჭირეთ ალკოჰოლური თრობის ქვეშ და დავითანხმეთ ასე. შემთხვევით თან მოდიხარ სპექტაკლიდან დაღლილი. ეგ დღე არ გამახსენო. სპექტაკლიდან მოდივარ. დაღლილი კი ვარ დაღლილი სიმართლე რო გითხრა, მაგრამ თქვენ რო დაგინახეთ, აქ რაღაცა კაი ენერგიები და ემოციები მივიღე და ბევრი სენტიმენტი გამიჩნდა და ბევრი მონატრება გამიჩნდა თქვენთი ნახვის და ძალიან მიხარია რომ ესეთ კაი რაღაც საკეთებთ და დიდ წარმატებას გისურვებთ და ყოველთვის მეგულებით და მიამაყებით. ისე ცხოვრებამ დაგღალა თუ სპექტაკლმა? ყველაფერი დაგღალა სიმართლე რო გითხრა. ეგ რამდენად ხშირად გეუბნებიან არ ვიცი, მაგრამ ეგეთი აურა გაქვს, რომ მე აი გინდა არ გინდა შენც კარგად უნდა იყანო, შენს გვერდით ვინც არის, შენ არ ვიცი გეღიმება ყოველთვის თუ არა, მაგრამ ყოველთვის ცდილობ რა. ადრე უფრო რაღაცა ვაკეთებდი ხოლმე მაგას, რომ რაღაცა აი თითქოს ყოველთვის რაღაცა ესე, მაგრამ ეხა რაღაცა მგონია, რომ ყველაფერს აქვს უფლება არსებობის. ისეც და ესეც, აი ცუდ ხასიათზე შეგხვდა ადამიანი, მე შეიძლება გაგიკვირდეს, რომ აი რატო მომესალო მაგალითად ესე, მაგრამ რეალურად იმას ხო თავისი რაღაცა ის ქონდა, დღე ქონდა და რაღაცა ისე წავიდა ეს ამბავი და არ არის მე მგონი ეგ ამბავიც გასაკვირი, იმიტომ რომ ყოველთვის ერთ ხასიათზე და ყოველთვის ესეთები თუ იქნებით, უეჭველი ხელოვნურებია, ხო? ჯობია რომ რაღაცა მაგას არ ჩაუღრმავდეთ რა. ეხლა გიხსნით წესებს. აქ არის 10 კითხვა, ამათიდან 2 არის თამაში და ნაწილი თაკომ გააკეთა, ნაწილი მე და არ ვიცით რა წერია, იმის რა არის ჩემი რა. ყოველ ჯერზე ვიტყობთ ამას. შენ შეგიძლია 2 დაარეჯექტო. რაც არ მოგეწონება, თუ არა და ბოლოს 2 რაც დარჩება, ავტომატურად არეჯექტება. მხოლოდ 8 კითხვას პასუხობ. ეგ კარგია. თამაშებში წინასწარ გაგაფრთხილებთ, რომ ძალიან სლაბი ვარ. არა, ნახოთ რა. ეს თამაშები არ არის სლაბი იყო. ნახოთ. აბა პირველი კითხვა. თამაში ამბავიდა. თამაში. სიმღერების სიტყვებზე. ხო, მოკლედ ეს ჩვენს ვითამაშებთ ამას, რამე სიტყვას ვიტყვით და იმაზე ერთ წუთში რა სიმღერაც გაგახსენდება, უნდა ჩამოთვალო. აუ, დავაი, დაიგე. კარგი, შენ გაქვს 1 წუთი და შენი სიტყვა იქნება ჩავთო? მე ჩავთავ ფერები, აი ნებისმიერი ფერი რაც გაგახსენდება, მაგაზე სიმღერები გაიხსენე 1 წუთში. უკვე დავიბენი, გაჩე. ჩემოცის ფერთვალება მოხატულო კალმითო შემიყვარ 1 ლურჯ თვალა ხუჭუს თმიანი ჩემს გულში შემობარულა 2
ყვითელი ფოთლები. ყვითელი ფოთლებიდან მიაქვს გარს. კარგი ხარ, თაკო. თეთრი ვარდები. თეთრი ვარდები. მე რო არ მიწას მოფიქრებ მარტივია 4. ეს არა ქვია, ერთი წამი. ყვითელი. შავი და შავი. ის არა ქვია. საფეროს ხმელეთზე მოხდა ფერებში გადის. საფეროს ხმელეთზე მოხდა, არა, ჩემო სამშობლო ხარეო. წითელი, რა ფერი და წითელი. წითელი ბასანოჩკები. ეგ კაია. წითელი ბასანოჩკები. ეს მე-6 ან მე-7 მე დავითვლით. უი გავიდა შენ ერთი წუთი. ყვავილები ნებისმიერ ყვავილი რაც გაგახსენდება. ია ლურჯთვალა. გვირილები. რა არის გვირილები წაიმღერა? რა არის სიმღერა გვირილებს? არა ერთი ვარდებსა და გვირილებში და. თეთრი ვარდები. ია ყვავილია. ია და ეგ თქვი უკვე. კიდე რა ყვავილებია? ია სინაზე. ყვავილების ქვეყანა, რაზეც მოგიწყენია? ყვავილების ქვეყანა. ვარდები. ეგ რამდენი ჯერ ვთქვათ? თეთრი ვარდები თქვი შენ. ვარდები არ არიან, მაგრამ კიდე რა ყვავილია? ის რა კესანები? სიმღერა კესანები. მოჭაგვიანეს ხო? ძალიან სიმღერა. ლელა წურწუმი არ მღერის ენძელაზე კი არა და. ენძელა შრიალებს. ეგ. მე ვეცხრობა, მე. ეხა ჩვენ უკარნახე, არა მეც მიკარნახეს. ყვავილი აღარ მოხსენდება თვითონ. მეც აღარ გიკარნახებ. მორჩამ. 8 ცხადოს აჯობე, მე კიდე მინდოდა რომ სტუმარს მოიგო ამ ერთხელ. რა გენაღულებად. თაკოს უმჯობნის ვერ გავიგე. კანა ხო სხვაზე კარ მარტივია ფიქრი ცხადო. ხო, სხვის ომში ყველა ბძენია. ო, ზუსტად. მოდი იყოს, კაი იყოს სიყვარული. ვაიმე, ეხა გავშტერდისო. მე შენ მიყვარხარ? მადლობა. როგორ თქვა? რა, აიგა, ითვლება სიყვარულზე. რომელია? არ ვიცი. მე შენ მიყვარხარ, დავიღლები შენს, სიყვარულზე გავიღლები, იცოდე. ხო, მიხდი უკვე რა არის. თვითონ ვერ მოსამერე კაი. მიყვარს შენი მადლიანი ქუჩები. ოკეი. მიყვარხარ ტკბილო კახეთო. მესამე მიყვარს გოგოები, ქუჩები, მიყვარს გოგოები. ლავ ხო არის სიმღერა ის რომ გარის. რომელი? ლავ ლავ ეს სიტუავალას ეს მისად ბანკის. მეხუთე ვაიმე. სელენა გომესის რომ ლავ რაღაცა. არ ვიცი. Love me tender, love me true. ო მე-6 კი ბატონო. I love you baby. Yes. შვიდე. ის აუ რა მივხარე. სამორჩა. ინგლისურები აქამდე უნდა გამოგვეჩი. არ მომეწონა ეს თამაში მე წავაგე და თაკო მოიგო აშკარად. თაკო მოვაგებინეთ ახლა თო. გოგოა და დავუთმეთ. კარგი შემდეგი ამოვიდეთ. აუ ყველა. გიორგი ცხადაძე და ჯულიანა ბარგანარი. ცეკვა ჯაივი. ხო, ეს კითხვა ეხება იმას, რომ შენ უნდა ყოფილიყავი ცეკვარიმას სკოლაში, მაგრამ იმედზე არავის არ გვინახი ხარ, რაღაც თქმა. ამ კითხვას მე დავარეჯექტებ ჯერჯერობით. კარგი. ძალიან ჩემთვის ძალიან ესეთ მნიშვნელოვანი კითხვა იყო, მაგრამ შემდეგი ჯანდაბას ცეკვა მიყვარს. დარწმუნებული გამოგივაკიდეთ. კინო თუ თეატრი? ხო. კინო კი მიყვარს, მაგრამ ვინ მიიღებს ლევან კინოში? თეატრში ვარ. სხვაშეს ბევრ კინოში არ ხარ და რატო? არაფერში რა, ერთი ჩემ თორსაკალების ეპიზოდური როლი კიდე? საშენელი პერსონაჟი ყოლად. მართლა უკვე. მანიაკის როლი რა მქონდა. იცი რა არის? ისე ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში, რომ კინო მიყვარდა მაგრად რა. მეთქი ფილმებში გადამიღებენ თქო და რაღაცა ის იქნება თქო, მაგრამ რეალურად ისე მოხდა, რომ თეატრალურში რო ჩავაბარე, მე თეატრის მიმართულებით წავედი და ამ კინოს მიმართულებით აფერ გამოჩენილა და რეალურად არსეთ ფილმში არა ვარ მე მოინ გადაღებული. არა რაღაცეებში ვარ ესე, მაგრამ ისე რა ეპიზოდურ როლებში და რაღაცეებში. გინდა? კი, მინდა სხვათა შორის. მაგრამ მგონია რომ რაღაცა ახალი გამოწვევა იქნება თუ გაიჩითა ეგ ამბავი რა, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში კინოს აღარ იღებენ ფაქტობრივად. კულტურის სამინისტრო ოკუპირებულია და სამწუხაროდ რაღაცა ისე არის, რომ ის პროექტები რა პროექტებიც მიდის ალბათ მე მგონია რომ ეგეც ცოტა არის და ისიც რომ ძალიან ბევრი მსახიობი სხვათა შორის მე კი არა ჩემი ჯგუფიდან მაგალითად ეხა 13-14-ნი ვიყავით ჯგუფში ალბათ იქიდან ორი კაცია მარტო ფილმში გადაღებულ ნუ ფილმს გულისხმობ რა ეხა იმას არ გულისხმობ სადღაც რეკლამაში და სერიალში რო გაივლე ხო და არ ვიცი ეგ სფერო როგორ არის სიმართლე რო გითხრა
მაგრამ იყო მომენტი რომ რაღაცა კასტინგებზე დავდიოდი, იყო მომენტი რომ რაღაცა ესეთი ამბავი იყო, მაგრამ მე მივხვდი, მე რაღაც დაჟე კითხვის ნიშნებიც გამიჩნდა რა. იქნებ მე ვარ უნიჭო რომ რაღაცა ფილმში შეიძლება არ მიღება ვთამაშობ, ან რაღაც ეგეთი თემები დამემართა, მაგრამ რეალურად სახეობი ვარ 15 წლის განმავლობაში და ერთი როლი მაინც იქნებოდა ისეთი, სადაც მოვერგებოდი რაღაცას და რატომ მოხდა შენი ასე? ერთი და იგივე სახეებიც არის ხოლმე. ხშირად მინახავს რომ ფილმებში სადაც ერთი და იგივე, ანუ იციან რომ ეს იყიდება ეს მსახიობი და ეგ არის რაღაც ამოჩემებასავით იციან სიმართლე რო გითხრა, მაგრამ რაღაცა არ ვიცი, მე თუ არა, მაშინ რაღაცა ძალიან ბევრი მსახიობია უნიჭერესები, ჩემთან ვაფშე არ უნიჭო ვიყო, მაგრამ არიან ტიპები, რომლებიც რაღაცა და არ იღებენ რა. ერთ და იგივე ტიპებს ალბათ უფრო იღებენ და რეჟისორებო. და შენი მოკლე რა ესეთი მცირე როგორც მივხვდი გამოცდილებით, რომელი კინოში მცირე გამოცდილებით, აი რო შეადარო რა სპეციფიურად, მე მგონია რომ დიდი განსხვავება არის და ზოგადად ეგეთი ტენდენციაც ეხლა ნაკლებად ახალგაზრდა მსახიობებში ნაკლებად, მაგრამ აი უფრო თაობაში განსაკუთრებით ჩანდა, ვინც თეატრიდან კინოში გადავიდა, რომ აი ძალიან ექსტრა იყო რა. მე არ ვიცი როგორია კინო, ამიტომ ვერ შევაფასებ რა. ეხლა გადაღება და შუთინგი რაღაცა ერთდღიანი, ორდღიანი, სამდღიანი ყველა ძალიან მაგრამ მოსწონს, მაგრამ მე მართლა ვერ შევაფასებ. ისე როგორც კინო ძალიან მიყვარს რა, ძალიან მაყურებელი ვარ და აი დღე არ გავა რომ რაღაცას არ ვნახო რომ აი მოდი იმას შევხედო, აი ძალიან მიყვარს რა. შეიძლება წიგნი იმდენი არ წავიკითხო, რამდენსაც ფილმს ვუყურებ, მაგრამ არ ვიცი უშუალოდ მსახიობისთვის რომელი უფრო მაგარია. ერთი ვიცი რომ თეატრი ძალიან მაგრამ მიყვარს და თეატრი ვერ ჩამინაცვლა ვერც მუსიკამ რა. და რეალურად ის არ ვიცი რა იქნება, მაგრამ თეატრი მაგრად მიყვარს. არადა შემოსავლის ნაწილშიც, აი მუსიკა ბევრად უფრო შემოსავლიანი ახლა შენთვის ავარაუდოთ ხო ვიდრე თეატრი, იმიტომ რომ თეატრში სახელმწიფო თეატრებში ძალიან დაბალი ანაზღაურება აქვს მსახიობებს. ძალიან დაბალი, ანუ ამით როგორ შეიძლება რომ იარსებო რაღაცა რავი, შეუძლებელი მგონია მე, იმიტომ რომ მაგ ხელფასზე როცა ვიყავი რა თქმა უნდა ეხა რაღაცა რავი აი მართლა იმ საწიროებებსაც არ უზრუნველყოფს რომ თეატრში მიხვიდე და თავი იგრძნო კომფორტულად რა მარტო შენ და მით უმეტეს როცა პასუხისმგებლობები გაქვს რაღაცა ოჯახია რაღაცა გარეგასავალი ანუ ამ ამბავში რა ვიცი შეუძლებელი მგონია და რეალურად მაგიტომაც აი ყველაფერში კიო თავიდან რო თქვი თუ რაღაცა ეგ მაგ თემამ განაპირობა ეგ. და მარტო შენ არ ხარ მსახიობის უმეტესობას უწევს ამაზე. ანუ თავის პროფესიით როცა შეიძლება ადამიანმა თავის პროფესია რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ხო კულტურას ეხება იმით კარგად აკეთებს ამაზეც არის ხო? და თანიჭიერია ამის საშუალებას არ აძლევენ. ანუ კიდე 1000 რაღაც გაკეთებას აიძულებს. და აი წარმოიდგინე ეხა ამ ამბავში რო ხარ და რეალურად რო გინდა რომ რაღაცა შენს როლზე იფიქრო, რაღაც შენს განვითარებაზე იფიქრო, რაღაც კონკურენციაზე იფიქრო და რეალურად რო გიწევს იმაზე ფიქრი, რომ ეხა მოდი ვიმღერო ვიღაცის კორპორატიულზე, რომ მაგრა გაუსწორო ამ ხალხს, რომ მაგრა იცეკონ რაღაცა ეს ამბავი და ამითი მე ამას გავაკეთებ ამ თანხით. ამაზე როცა გეფიქრება, ცოტა უკვე იქ რომ მიდიხარ სტუდენტობაში რომ გასწავლიდნენ, რომ რაღაც ზოოპარკში გეულო, რომ ცხოველებს დაკვირვებოდი, რომ რაღაც როლები გაგეკეთებინა და სახში ჩაფიქრებული განმარტოებული ყავი, ეგ თემა ვაფშე აღარ არის. რეალურად მე პროდუქტზეც აისახება ეს ყველაფერი და არის რაღაცა ეს ქარხანასავით გადაქცეული რა. ეგ ძალიან მაგრად ეხავს, მაგრამ ну რავი იმედია რომ უბრალოდ აი შეთავში უნდა მონახო ალბათ რაღაც ძალა რომ დააბალანსო რა იქიდან რაღაც თანხა აიღო იქიდან რაღაცა იქ იმუშაო და მე რეალურად მოახმარო ეს ამბავი პროფესიულ განვითარებას თორე ისე ძალიან რთულია აი რა არის ის ვაფშე ყველანაირი ხელშეწყობის გარეშე კი რა არის აი თეატრში ის რაც აი ყოველდღიურად თუ არა არ ვიცი რა კვირაში ამდენჯერმე მიდიხარ რეპეტიციებს და მე თეატრზე რა მუღავს ნახულობ და ის მტვერის ამბავი მართალია არაფერი მართალი არა ამ მტვერის ამბავი ეგ მითია თუ ჭუჭყია უბრალოდ არა უბრალოდ გიყვარდება აი რა გიყვარდება იცი ადამიანები რო გიყვარდებიან იქ და რა თქმა უნდა ეგ ყველა სამსახურშია ალბათ რა რაღაც გუნდი რო ეკრება ხო ეგ ყველა სამსახურში არის და თეატრშიც მეტნაკლებად არის ეგ ამბავი იმიტომ რომ ჯგუფური საქმე არის და არ არის მარტო მე ვარ რა ხარ აი სცენაზე მაგათად დაჟე უფრო ის არის მე ვარ ტიპი არის მიუხედავად იმისა რომ ბენდი უკან დგას მაგრამ თეატრში არა რა აი გუნდური საქმე არის და მაგიტომაც რაღაცა ამ იმაში ეხვევი რა მე ის ამბავია კიდე რომ რაღაცაზე რომ გეტირება გეცინება აი ხა დღეს თქვენთან რომ მოვედი აბსოლუტურად აი რაღაცედაც მოვედი ეგრე მოვედი რა იმიტომ რაღაცა თავისუფლება დამხდა აქ იქაც მე ამას ვნახულობ იქ რომ მივდივარ აი სცენაზე რომ თამაშობ
ძალიან თავისუფალი ვარ, რეალურად კი ვიცი, ჩემი ამოცანა, აი აქედან აქ უნდა მივიდე და აი აქ უნდა ვიტირო, ან აქ უნდა გავიცინო, მაგრამ იმას როგორ მივდივარ აქ, მაგას რეჟისორი ვერ დაგიწერს რა, ანუ როგორ მე უნდა გავაკეთო. შესაბამისად, ჩემი ემოციების დახარჯვა იქ არის და მე რომ გავდივარ და მაყურებელს რომ შევატყობ, რომ რაღაცა ჩემთან ერთად იცხოვრა ის 1 საათი თუ 2 საათი და რაღაცაზე მე გამომყვა, ეგ მაგას იმხელა მიზიდულობა აქ ეგ არის ყველანაირ ნარკოტიკზე უფრო ძლიერი ნარკოტიკი და მე მაგით ივსები და თუ რაღაცა ისე ვერ წაგივიდა რომ რაღაცა აი ვერ გააკეთე ისე რაღაც კონტაქტი ვერ დაამყარე ხალხთან ან ვიღაცების მსოფლმხედველობა ვერ მოვიდა პროსტა შენ იმასთან ხედვასთან ეგ ყველაზე უბედური დღეა რა რომ აი რაღაცა ყველაზე რა ბოლოს ყველაზე საინტერესო პერსონაჟი რაც გააკეთე რომელი იყო ტრანსგენდერი ვითამაშე ახმეტელისტიაში მეფელირი აუ როგორ რთული ედმუნდის აი მეფელირია ყველას გეცოდინებათ და აქ არის ედმუნდის და ედგარის რაღაცა ამბები არის რა და ადამიანი რომელიც გაირიყება ოჯახიდან და მიდის საზოგადოებისგან ირიყება და вообще ახალი ტიპი უნდა გაიჩნდეს ან უნდა მოკვდეს და რავი და ანუ ეს ადამიანი რაღაცა ეს ამბებია აქ ამ ამბავს და ნუ რეჟისორმა გადაწყვიტა ესე რომ ეს აბსოლუტურად შეიცვალა პიროვნება და პირდაპირ რაღაცა ანუ სქესიც კი შეიცვალა ტიპმა რა და აი აქამდე ეს იყო ძალიან რთული ანუ რაღაცა საინტერესო იქნებოდა საინტერესოც იყო ძალიან რთული იყო რაღაცნაირად ჯერ მარტო ტექნიკურად რო აიღო ქუსლებზე ზიარული მაგარი რთული იყო ქუსლებიც გეცვა წვერიც გაიპარსე წვერიც სულ გავიპარსე ქუსლებიც მეცვა აი ამ დასიებული ფეხებით დავდიოდი მიფრდებოდა ხოლმე და რაზო ვარ ფეხი გთხო 42 ძლის შევეთაკ რომ იმას კენით რა ქვია შემოვედი სცენაზე უკვე ბოლო ფინალი არის და ქალი არის რა ანუ ჩვეულებრივად ეს რაღაცა წითელი კაბა მეცვა და ეს რო შემოbrunდი და უცებ და ვა აი ეგ ემოციები იყო ყველა სპექტაკლი ვა ცხადო დროის მენეჯმენტი თეატრი მუსიკა ოჯახი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა ჩემო მეგობრებო რომელსაც ძალიან რთულია რომ მიხვდე რომ რეალურად ძალიან პროცენტებში როგორ გადაანაწილებდი მაქსიმს 100-დან თეატრი ამ წუთში გადავანაწილებდი 25% ოჯახი გადავანაწილებდი 40% რამდენი რჩება 35% ალბათ მუსიკა ფორმულაც რო ემატებოდა ამას ხო შენ წამყვანიც იყავ ხო აი მაშინ იყო აბსოლუტურად კატასტროფა იმიტომ რომ რა იყო იცი ივენთი არის ღამე ანუ იწყება, რა ვიცი, საღამოს 9 საათზე, 10 საათზე და გრძელდება ღამის პირველსა გააჩნია თუ კლუბში ვართ, ეხა უფრო გვიან, ან თუ რაღაცა ისეთი და ეგ იყო მთელი საღამო, მე 2 საათზე სახში მიდიხარ, მე უცებ დილით 6 საათზე იყვიძებ და ანუ ვერ ხვდები ამას. ხანსად ხარ, ხანსად? ანუ ხო, ვერც, ანუ ვერც გაცემაზე თან. ხო, ვერ ვიაზრებდი, აი, კი შევძლებ რა, აი ეს ხო ძე რაღაცა, მაგრამ რეალურად ანუ ხელის კანკალი რო დამეწყო უკვე მივხვდი რომ უკვე ვერ ახარ კარგად და ანუ ძილისთვისაც არ ქონდა დრო ფაქტობრივად კი ძალიან ბევრი დღე ყოფილა რომ მოსუვარ და ანუ აქ მანქანაში 1 საათ დამძინებია და მე ამოსუვარ ძალიან ბევრი ყოფილა ეგეთი დღე თეატრს ვერ აკლებ იმიტომ რომ გინდა რომ რაც მართლა გიყვარს გააკეთო თან ახმეტელის თეატრის გარდა კიდე რამდენიმე თეატრში ვიყავი იქეთ მუსიკა გინდა იმიტომ რომ შემოსავალი გქონდეს და რაღაცა ეს ახალი ამბავიც იყო ფორმულა რომ რაღაცა ესეთი მაგარი რაღაცა პროექტი, ესეთი მაგარი ხალხი რაღაცა ეს შეძენაც და ყველაფერზე მიწევდა რეალურად რომ უარი არ მეთქვა და რეალურად მივხვდი რომ ოჯახს ძალიან უკვე აი რაღაცა როგორ იყო, იცი? ბავშვი რაღაცა ყველაზე მნიშვნელოვანი დრო რო შეიძლება დაუთმო, შენ რაღაც მიდიხარ და მე ვისაც უნდა შენ ფული ან ვაფშე ნებისმიერი რამე თუ ეგ მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ მაგით სხვათაშორის ვამაყობ, რომ არ ყოფილა ჩემი აზრით, ჩემს ცხოვრებაში ისეთი პერიოდი, რომ რაღაცები ყოველთვის მე ვფიქრობ, რომ ვაკლებ, ყოველთვის გეტყობოდა, რომ კარგი მამა იყავი ნამდვილად და ეს ბავშვსაც ეთყობა შენთან დამოკიდებულება ეს ჩემი აზრით და ზოგადად ეთყობა რა. კარგი ეგრეა ეგ ყველაზე მეტად. სალომესაც მოკითხვა აქედა. ისე ყველაფერში კობაზე გამახსენდა, რომ შენ ბევრ რაღაცაზეც უკრავ, ხო? იმიტომ რომ აი დილის გაცემა, რა თქვი, ერთ დილით დილას ვიღვიძებ და ნუ დილას თუ ვიღვიძებ, ესე იგი ნუ 3-ზე 4-ზე ხო დავიძინე და დილით თუ გავიღვიძე, ესე იგი ცოტა მეძინა და საკმაოდ გამოუძინებელი ვარ და ცხადავს ხედავ, რომ სადღაც არის რაღაც სალამურზე უკრავს.
და უკრავს რაღაც მომენტში ხედავ რომ ეს სალამური გამიორდა თურმე ორზე ერთად უკრავს რამდენი ინსტრუმენტზე უკრავ კითხვა ჩემი ამაში მდგომარეობს და როგორ ისწავლე ყველა ინსტრუმენტზე უკრავ რა ორზე რავი მიყვარს ინსტრუმენტი მუსიკა ძალიან მიყვარს ანუ რაღაცა ყველაფერში გონია რომ აი სწორხაზოვანი აზროვნები ძალიან მნიშვნელოვანია სხვათა შორის აი ევროპაში ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ ბავშვებს განათლებას აძლევენ სწორხაზოვნად და ძალიან სწორი მგონია რა მაგრამ თან ჩემთან კითხვის ნიშნებიც მომდის რომ მრავალმხრივ განვითარებული ადამიანიც მაგაი ჩემ შულზე ფიქრობ ეხა რამდენად სწორი იყო მე მაგალითად ბევრ რამეზე რომ მატარებდნენ ჩემი მშობლები რა არ ვიცი ეგ აი შეიძლება კარგი იყოს შეიძლება რაღაც მომენტში ცუდი იყოს რა მე მგონი რომ თავრია დრო დაგრჩეს იმისთვის რომ ბავშვად დარჩე აი ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ბევრ რაღაცაზე სიამოვნებას თუ იღებს ბავშვი ალბათ ეგ არის ბალეტი დადეს კიდე ეხა ვერ დადის და ისე მაგრად გვინდა რომ იაროს იმიტომ რომ ეხა ვერ ვასწრებთ ცურვაზე დადის ფასტივობაში დადის ნუ ბახში ხო დადის და რეალურად არ გვინდა ძალიან რომ გადაიღალოს და მაგიტო ცოტა ხანი ბალეტზე არ დადის და იმედია ვატარე შეთავსება შეიძლება ხან იმაზე რომ მე ყველგან დავდიოდი აი მაგ ინსტრუმენტებს იმიტომ რომ აი ყველგან მატარებდნენ ცილ კლავიშზე მატარებდნენ გიტარაზე მატარებდნენ რაღაც იქო თარამიშვილი და რაღაცა მთელი ამბები იყო იქით ფანდურზე მატარებდნენ ბას ფანდური სალამურები დოლი დასარტყამი ინსტრუმენტები კახონები რაღაცა მე მე თვითონ დაუმატე რომ მაინტერესებს და მოასწარი ბავშვად ყოფნა მე მქონდა ფიქრობ ყველაზე მაგარი ბავშვობა და თან ყველაზე ცუდი ბავშვობა, იმიტომ რომ მე როგორი ამბავი იყო, იცი, ანუ რეალურად ძალიან ის იყო თავიდან ძალიან გვიჭირდა რა მატერიალურად ოჯახში. რაღაცა აი არაფერის ომი ახალი დამთავრებული რაღაცა ეგეთი ამბავი იყო და არაფრის შესაძლებლობა ისეთი არ იყო, რომ წესიერი განათლება. როგორც უმრავლესობას ალბათ მაინც. ხო, და აი ძალიან მახსოვს რომ ეგეთი გაჭირება იყო, რომ აი ნომელნახინს ვიყიდით, ან მარშრუტკით ვიმგზავრებდით, თუ ავტობუსით ვიმგზავრებდით, აი ეგეთი თემებზე იყო რა ლაპარაკი და ეგ ძალიან გამოყოლილი მაქვს და ბავშვობის ტრამვებზე ხა სხვათა შორის რაღაცა ტრენდული თემაა რომ ყველა ლაპარაკობს, მაგრამ რეალურად ყველაზე ძიმე ტრამვები ეგ არის რა და დღესაც აი მუშაობაზე რო თქვი რომ დღეს ატომუშაობთ ესე გაცხოველებულად ხო შეიძლება ეგეც იყოს რომ იმ ბავშვობის ტრამვების დაფარვა გვინდა თუ რაღაც გამოსწორება გვინდა რომ ისევ იქ არ მოხვდეთ რომ რაღაცა არ გაგვიჭირდეს მით უმეტეს ესეთი რაღაცა ქვეყანაში რაღაც აი არ გაგვიჭირდეს და ყავს და ის არ იყოს მაგ მდგომარეობაში და აი მაგიტო არის რომ ესეთი ისტერიკაში არის ეს ყველაფერი გადასული რომ რაღაცა არ შეგიძლია რომ მარტო თეატრით იცხოვრო მაგალითად რაღაცა ამას ემატება კიდე ბევრი რაღაც ხო და ამავე დროს ქონდა ყველაზე მაგარი ბავშვობა იმიტომ რომ ის კლიპი რო გაიჩნდა ეს შატილი სასულო ერისიონის ანუ უცებ აი ვაფშე არც სკოლა არც არაფერი უცებ წავედი საცხოვრებლად საფრანგეთში ჩათვალე იქ ვიყავით 6 თვე უცებ ჩამოვიდოდი აქ ერთი კვირა დაუქრებდი ჩემ კლასელებს ხელს ისევ მივდიოდი 6 თვე იქ და კონცერტები მქონდა შემოსავალი მქონდა და რაღაცა ეგ ამბავი იყო და ეს უცებ მოხდი აი უნახავ მაგრამ ნახავთ რაღაც ეგეთი ამბავი დამემართა რომ ვა თუმე რა არის ალპები უნახე და თოვლი ცხოვრებაში პირველად უნახე რაღაც ალპური ზონა და რაღაც ეგეთი ამბები მქონდა და მე ეს ყველაფერიც რო ნახე მე იყო აუ ძალიან ხო არ გავიდი მე ამ თემებში მე ეს ყველაფერი რო ნახე ძალიან რთული გადატეხის ასაკი მქონდა იმიტომ რომ უცებ რო რაღაცა ტიპი ვიყავი და უცებ აღმოვაჩინე რომ თურმე ვაი არავინ არ ახარ ეს დინამიკა ესე რო იცვლება კიდეზევიდან და მიმატა ის ბავშვობის ტრამვები რომ უცებ იქ იყო და ეხა უცებ ეს პროექტი შეწყდა და აღარ ახარ ეგეც ძალიან რთული იყო და მე აბსოლუტურად ყველაფერი თავიდან დაიწყო და მე ეხა უკვე ისია რა სტაბილური ცოტა გადაფასებული ხო ეგ ბავშვისთვის ალბათ ყველასთვის ძალიან მკვნეულია უცებ სადღაც რო ხარ და უცებ რო ვარდები მაგრამ ბავშვისთვის ფურცელი გადასატანი იქნება და ხო აბა რა ხდება თამაში VS მომღერალი ხო ეს არის ჩემი საყვარელი თამაში თუ რაღაცა ეგეთი მე ჩამოკითხული მომღერლებზე შემდა აირჩიო იმ შორის რომ მაგიჩენ ბოლოს ერთი ამოვა ნინო ჩხეიძე თუ ლელა წურწუმია ლელა წურწუმია თუ მერაბ სეფაშვილი ლელა წურწუმია თუ მაკა ზამბახიძე ლელა წურწუმია თუ ლელა როგორ მიყვარ ხა ლელა წურწუმია თუ ნიას დიასამიძე ნიას დიასამიძე თუ ლუკა ჭოხონელიძე არ გამაგიჟო ხა ლუკა ჭოხონელიძე ჩემს მაგაცია მაგრამ ნიას დიასამიძე თუ ნინი ქარსელაძე
ნიაზ დიასამიძე. ისინი ნამდვილად მომღერალი არ ვიცი. ნიაზ დიასამიძე თუ გია სურამელაშვილი. ნიაზ დიასამიძე. აუ მე მიყვარს. ჩემი გია. ნიაზ დიასამიძე თუ სტეფანე მღებრიშვილი. ნიაზ დიასამიძე. ნიაზ დიასამიძე თუ თიკა ჯამბურია. ნიაზ დიასამიძე. ყველა ისე ცხოვრობს როგორც დაემსახო. ნიაზ დიასამიძე თუ თაკო კაკალაშვილი. ნიაზ დიასამიძე. კაკა მაპატიე. Sorry since to begin. ნიაზ დიასამიძე თუ ანდრია გველასიანი. ნიაზ დიასამიძე. ანდრია მაპატიევს ვიცი. ნიაზ დიასამიძე თუ ნუცა ბუზალაძე. ნიაზ დიასამიძე. ეხლა ნუცა რო აკეთე. ნიაზ დიასამიძე თუ სოფო ბათილაშვილი. ნიაზ დიასამიძე. აუ სოფო ძალიან ჭერი მომღერალია. ნიაზ დიასამიძე თუ ნუცა თოფურია. ნიაზ დიასამიძე. ნუცა მაპატიე. ნიაზი თუ დათო გომართელი. ნიაზ დიასამიძე. ნიაზი თუ სოფო ნიჟარაძე. ნიაზ დიასამიძის ფანი გამოვედი მე ბოლო-ბოლო. ხო. ნიაზ დიასამიძე. ნიაზი თუ ნოდარიკო ხუციშვილი. ისევ ნიაზი. ნიაზი თუ მეგი გოგიტიძე. ნიაზი. ამას დაფიქრდი? ნიაზი თუ ნოდიკო ტატიშვილი. ნიაზი. ნიაზი თუ ინდირა ჯგერნაია. ნიაზი. ესე გამოვედი ნიაზის ფანი. ჩვენ მეტი არ გვახსენდა პოზიციაში. პირველი გასტროლი. თეატრში გაქვთ გასტროლები ან ისე? ისე როგორც მე ხვდი ერისიონთან გამოვიდა პირველი გასტროლი. თუ უკვე მაგაზე ილაპარაკე, შეგვიძლია დაბარეჯექტოთ. ეგ არის რა, ხო. ამდენი წელს იყავი? 8 წლის ვიყავი, როცა პირველი გასტროლი მქონდა. ხო, 8 წლის. არა, შატლის სასულოს კლიპში გადამიღეს. წავიდეთ ბავშვებო ჭამოთ საჭმელის, მამა ჩემი იყო ეს თეთრწერებიანი კაცი და მე ის რაღაცას და იქ ფურცლავდი და რაღაც ამბავი იყო და პირველი გასტროლი. ჩემთვის ეგ იყო მუსიკაც და კინოც. ჩვენ ბავშვობის გასართობი კლიპი. ერთი ეგ და მეორე ბალიბიჭურას კლიპები. მართლა ტელევიზორში ის კითხვა დარეჯექტდა. თეატრის VS ტელევიზიის ინტრიგები. აუ ვერ გაარკვევებს ვერცეთი ვერცეთს. ორივეგან არის ინტრიგები. კაი, ტელევიზია ეგეთი ინტრიგნული არ არის. კაი, გეხოწება. ყველგან ხო, არის. ჭაურიკნული. არა, არის. თქვენს ჩვენი გუნდი იყო უბრალოდ რაღაცა ცოტა სხვანაირი, თორე რეალურად, აუ, ტელევიზიაში ბევრი ინტრიგები არის, ისევე როგორც თეატრში. თეატრში იცოცხლე, ოღონ როგორ არის, იცი, თეატრში უფრო რაღაცა ჩემი დაკვირვებით უფრო მარტივი რაღაცეებია რა. მარტივი? ხო. აი რო გაგეცინება ისეთი რაღაცეებია. მაგალითად, საბჭოთა თეატრი იყო ძალიან დაუნდობელი. ხა ბოდიში ვერ მოესწრო საბჭოთა თეატრი ადამიანები. მომკალი და არ მჯერა ეს სახიობებს კეტავდნენ იმებში საგრიმიოროში და სპექტაკლზე არ გასულიყო, მაგ ჭორების არ მჯერა. არ ვიცი, მე არ შევხვედრი ვარ ეგეთ არაფერს და ვერ გეტყვი. მაგრამ ისე ლეგენდები დადის, რომ აი იყო ეგეთი ამბები, რომ სახიობი რაღაცა სცენაზე გასვლამდე ვიღაცა პარავდა ფეხსაცმელს, ვიღაცა პარავდა კოსტიუმს, ვიღაცა კარს უკეტავდა და ვერ გამოდიოდა. შემოხსლია რა ეგეთი? ჩაუკეტი ხარ? ფეხსაცმელი კი დამიკარგავ სპექტაკლის დაწყებამდე, ვინმე თუ მომპარა ნამდვილად ვერ დავადებ ფერავის ხელს. ის წითელი ბასანჩკები მოგპარეს. კაფას რო უხდებოდა. ხო, არა, ეგ. თანამედროვე ინტრიგები როგორია ცოტა? შენ ორივე ტელევიზიაში გიმუშავია და თან ბევრ გადაცემაში ყოფილხარ და ასე შემდეგ და თეატრში ისეც მუშაობდა. თუ ყოფილხარ რაღაცა ინტრიგებში თვითონ გახლა რთული ვიღაცის მიერ. ეხლა დეტალებს არ გითხოვს თუ ხოლმე არ მახსენდება სიმართლე რო გითხრა. იცი რა არის? აი ძალიან ხშირად არის ხოლმე თეატრში კი არა, ყველა სამსახურში არის ალბათ. რაღაცა ის სახიობების მხრიდან იქნება, კოლეგების მხრიდან იქნება, კონკურენცია? იმის მხრიდან თუ ამის მხრიდან. ხშირად არის ხოლმე რაღაცა, აი როგორი რაღაცეები, იცი? აუ ნეტა შენ ეს როლი გეთამაშა, ან აუ ამას შენ მოუხდებოდი, ან ეს კი რაღაცა და რომ მე შენ ამაზე თითქოს ამბიცია გაგიჩნდეს, რომ რაღაცა ესეთი რაღაცები ძალიან ხშირად ხდება. მაგრამ აი რატომღაც მე როგორი ტიპი ვარ, იცი? აი სულ რო აი ეხლა აქ რაღაცაზე დავიწყოთ ისეთ ზელაპარაკი, რომ ჩემთვის ცოტა მიუღებელი თემა იყოს. აი უბრალოდ გავერიდები, ვერ გავაგრძელებ საუბარს რა. განა იმიტომ რომ ვიცი ეს თეორიულად სწორია. პროსტა არ მაინტერესებს. მარტო თეატრში მივდივარ იმის გამო რომ ვიმუშაო როლზე და სპექტაკლზე, ვითამაშო ეს სპექტაკლი. რა თქმა უნდა ადამიანური ურთიერთობები ხა წლების განმავლობაში არის და რაღაცა ამბავია, მაგრამ უბრალოდ ზედმეტს ვერ ვაკეთებ. ზოგადად ანუ შეიძლება ინტროვერტი როდესაც ვარ ხანდახან მაგაზეც კი ვფიქრობ, რომ მეთქი ადამიანთან ზედმეტი ურთიერთობა არ გამომდის თქო, მაგრამ აი ხა თქვენი კოლეგაც ვიყავი, ხო, ამდენი წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება ახლო მეგობრები გვერქვას რომელიმესთან ჩვენ სამსახურში მქონია ზედმეტად ახლო ურთიერთობა, ანუ რაღაცა ვერ, ანუ
არ ვარ კი ცოლთან ცოლთან ხო ხო და ანუ დაბადების დღეს არ დამიპატიჟები ხარ მე პირადად ყოველთვის რაღაცა ვერიდები ხოლმე ცოტა ისე და აი მაგ თემებშიც მეტნაკლებად არ ვიხლართები რა Happy New Year მხოლოდ ქართულში ხო ეგ რა გამახსენეთ ახლა ვიტირებ ხო ეს ისტორია მინდა რომ მოვისმინოთ იმიტომ რომ ცხადო მიუხედავად იმისა რომ დიდი ხანი იყო მსახიობი ეს ფართომასება გაიცნო მხოლოდ ქართულიდან ხო როცა მღეროდი და ახალ წლის ღამეს მიუხედავად იმისა რომ ჯერ კიდე პროექტს ჰქონდა რაღაც გადაწყვეტილების გაუქმების საშუალება ახალ წლის ღამეს ეს არ გააკეთეს და გამოგაგდეს პროექტი და ძალიან დრამატული ისტორია დრამატულია ეხლა მაგრამ მეცინება მაგრამ ხო მაგრამ რაღაცნაირია არასწორია რა არ ვიცი ლევან მაგრამ მე გამოიყენეს ერთ-ერთ კონკურსანტზე რომელზეც არ ვიხარ შენი მეგობარია თან ერთადერთი გოგო იყო მე მგონი და მაგ დროს გააუქმეს გადაწყვეტილება და დატოვეს პროექტში მაინც მიუხედავად შობაზე ნუცა თოფურეს გულეს მოხდა და შენ ახალ წელს გამოგიშვეს მე ეგცი რა იყო ისე მაგრამ სექსისტურიც იყო ხე გადაწყვეტილება ახალ წელს მე გამომაგდეს და შვიჩი რო არ ხო იყო ეგ ამბავი მაგრამ ეხლა რო ვაფასებ არ წყდება იცი გული რა რაღაცა ეგეთი პონტი არის რომ ამან მომცა ამ გამოგდებამ რაღაცა უფრო მეტი мотиваცია თუ რა არ ვიცი აი რაღაცა რო გაგაბრაზებს აი ეგეთი მომენტი და სანა мотиваცია მოვიდოდა შენამდე მანამდე რა იყო ეგ ძალიან რთული იყო ამ გაბრაზდი გეწყინა ძალიან მეწყინა და ძალიან გაუბრაზდი იმიტომ რომ ნუ აი რაღაცა მიჩვეულები ვართ რომ 31 დეკემბერს ადამიანები არ ვარდებიან ხოლმე კონკურსებიდან და ნუ აწყენინოთ წინასწარაც ვიცოდით რომ მეთქი რაღაცა ახალ წელს არავინ არ ვარდებით და რაღაცა ეგ ამბავი იყო და ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ძვირფასი დღესასწაულია ეგ ახალი წელი და თან როგორ მოხდა იცი ანუ რო ვიყავით აქ 12 არ იყო შესრულებული და ეხლაო კონკურსი უნდა დატოვოს ერთ-ერთმა მონაწილემო და ეს მონაწილე იქნება გიორგი ცხადაძეო და უცებ წამოვიდა შადრევნები ფოიერვერკები და შესულა 12 წუთი და ვაიმე ახალი წელი მოვიდა რა კარგი დღეა და რაღაც და იცი რა დამემართა ძალიან კი რა ხდება ახალი წელი დამდგარიყო მაინც მე მაგრამ ეხა ძალიან მეცინება და ძალიან მესაყვარელია დეიდაჩიმა იმდენი ნერვიულა მისი საყვარელი კონკურსანტი იყო და ახალი წლის ღამეს როგორ გამოუშვეს ბავშვი კონკურსიდან იცი ყოველდან ახოს ეს იცი რა კარგად ფხერო და ამას მიხსნის მე ერთად მუშაობთ და ეს იცი რა კარგად ფხერო და კი ვიცი იქ ერთად მუშაობთ ვიცნობთ ძალიან ეგ სიგიჟე იყო არავინ არ ელოდებოდა შენ ჩათვლით არა მაყურებლის ხო მაგრამ ეხა დღეს რო ვაფასებ ამ ყველაფერს რაღაცა ყველაფერს აქ თავისა ცხოვრებაში მე ვფიქრობ რა ფერი არ გაგაძლიერა გაგაძლიერა მაგრამ უსამართლობა იყო ეხა ხო დებილობა იყო მაგარი მე მახსენდება თავს გუზა უხერხულად აი და მაშინ როგორ ვერ მიხვდნენ რომ ძალიან უხერხული იყო ეგ ყველაფერი ვერ ხვდები თან ამაზე ყველა ლაპარაკობდა მე თვითონ მათთვისვე სულად იმოქმედა წესით რა ხო რა ვინ მოიგო ეგ სოფოპატილაშვილმა არა ვინ მოიგო გიორგი კელაპტრიშვილმა მოიგო პროექტი ხო გიორგი მოიგო რომელიც კარგად ვღეროდა ნამდვილად მაგრამ გიორგი აღარ ჩანს და ჩვენი გიორგი ჩანს ამიტომ არ უნდა გაგიგდოთ ახალი წელი ეხლა თქვენ გიყვარვართ ეგრეთ ორე ნუ კარგი ეხლა დიდი ასპარეზი მომცა ძალიან ამ პროექტმა და ეს იყო რავი ეს უარ ყოფილიყო ალბათ ისევ ახმეტელის თეატრში ვიქნებოდი რა ამიტომ ძალიან მადლობელი ვარ მაგ პროექტის მიუხედავად იმ ტკივილისა რა ტკივილიცაც ეხლა წეღა ვილაპარაკეთ ცხადო ვიცი სამზარეულოში არ ვიცი ეს მონაწილეობდა ერთად სამზარეულოს ომებში ხო სახლში ძალიან კარგად ვაკეთებ ყველაფერს მე მინახავს ვიდეოები ნენე და შენ რო ერთად ერთი ტოტის რო დაუწვით ეგეც კი მაგრამ ცეცხლი გავა მაგრამ პასტას აკეთებთ გადასარევს როგორც მეხდი ხო პასტა გვიყვარს კიდე ბევრ რაღაცებს შეიძლება ეს სალომეს სცენარია შეიძლება მაგრამ სამზარეულოს ომებში რომ მივიღე მონაწილეობა ეგრევე გამოვარდი და სამართლიანადაც გამოვარდი ჩემი აზრით იმიტომ რომ იმდენი მარილი ვუქენი იმ გუფთას იმდენი მარილი რომ მე თუ ვერ შევჭამე და ვიცოდი რომ ძალიან ცუდ დღეში ვიქნებოდი და გამომაგდეს იქიდან და მაყოფილიც ვარ მაგრამ სახში მიყვარს საჭმელებს გაკეთება ჭურჭლის დარეცხვა არ მიყვარს მე ჭურჭლის დარეცხვა მიყვარს საჭმლის გაკეთება არ მიყვარს მართლა ვაიმე მოდი მე სტუმრე ხო საყვარელი კერძი რომელსაც აკეთებ და რომელიც უბრალოდ გიყვარს ძალიან მიყვარს ეხლა რაღაცა რა ვიცი ქართულ მოტივებზე ვარ და მწვადი მიყვარს მაგრამ მწვადი სახში მწვადი თუ ხინკალი არა ამ წუთში მწვადი მეც არ ვიცი მე ხინკალი კახური მწვადი დაბასტურებული და რაღაც დასავლეთში რო წვავენ შემწვარ ხორცს მწვადს ეძახიან ეგეთი არა ხედავ არც ერთი არ გამომაზე რა რა არ გამაზე ორი დაარეჭექთე
მეორე ძალით დამარეჯექტებინა. მაშინ აღარ უპასუხო. სულ პოზიტიური ცხადო, იმედია თუ იმიჯია თუ თანდაყოლილი ადამიანური მოცემულობა. არა ვარ სულ პოზიტიური. ანუ აბსოლუტურად მეგონი კეთილი ადამიანია უბრალოდ. იცი რა არის? ვცდილობ ყოველთვის რომ რაღაცა გავიღიმო, რომ რაღაცა ჩემი რაღაც პრობლემები ვიღაცებს თავს არ მოვახვიო, მაგრამ რეალურად არა ვარ ფლად ეგეთი. უკონფლიქტო ხარ მაგალითად. უკონფლიქტო ალბათ კი ვარ, იმიტომ ყოველთვის ვარიდებ თავს კონფლიქტს. აი შეიძლება თეატრმა მასწავლა ეგ. ყველა ადამიანს აქვს თავისი წინაპირობა. ანუ რატო შეიძლება ეს გითხრას, ან რატო შეიძლება ვერ დაამყარო მასთან რაღაცა კავშირი, ან რაღაცა და მე არ მჯერა რომ კონცეფტს რამე წინაპირობა აქვს. შენ რთულ თემებს ნუეხები ჩემოლევარ. იცი რა არის, ეგ რთული თემა, მაგას ვერ ამოხსნე მე და აი რაღაცა ისეთი ის არის რა, ადამიანი მე ყველა ადამიანს ხედავ კარგს, დედას გეფიცები, ოღონ მართლა თუ რამეს ეხა ვაჭარბებდე მართლა. უბრალოდ ყველა ადამიანში ვცდილობ რომ კარგი დავინახო. უბრალოდ როცა რაღაცა გადადის ძალიან იქეთ, აი მე უკვე კითხვის ნიშნები მებადება, ვაი, ანუ სადა ვარ საერთოდ. და ეგ უკვე მაგიჟებს რა, იმიტომ რომ რაღაცებს რო პასუხს ვეცემ. მაგ თვისებამ რამეში არ შეგიშალა, ხელი რო ყველაში პოზიტივს ხედავ. და ფეხი დაუდია ჩვენთვის. ძალიან ბევრ რამეში. ისეთი ცუდი რაღაც შემევთხო ამას წინათ, აი ძალიან ცუდი რაღაც, მართლა ვერ მოყვები ამას, თორე აი რა ვიცი, აი ფიზიკურად ვერ მოყვები, ცხენია კიდეც ამის მოყოლა. უბრალოდ ისეთი ცუდი რაღაც შემევთხვა და ანუ რაც მოხდა, იმასაც ვერ ვიაზრებ, კიდევ ჩემს თავს ვაბრალებ რაღაცაში. ეს მეორე უკიდურესობაში ვარ მე აშკარად და ეს ჩემი ამბავია, რომ კიდე მე ვაბრალებ ჩემს თავს, აი რატო მოხდა, რატო დაუშვიმე, რომ ეს მოხდარიყო ან რაღაცა და ანუ რაღაცა ეგეთი რაღაცეები ძალიან მაშვება, წყდება გული რა, იმიტომ რომ ყველა ფერში, ყველა ადამიანში რაღაცნაირად არასდროს ეჭვს არ ვიტან ხოლმე რა და ვცდილობ რომ დავიჭირო ის კარგი და ცუდის მხრიდან არ შევხედო რა, იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს კარგი და ცუდი და რატო გახდა ცუდი ესე ბოროტი არ იბადება ბავშვი რა. შანსი არ არის. ისეთ სოციუმში იზრდება, ისეთ სტრესებში, ისეთ ოჯახში ალბათ ისეთ რაღაცებში ბოროტდება ეს ადამიანი და ვცდილობ რომ რაღაცა ჰუმანურად შეხედო რომ კარგი მხრიდან იქნებ რაღაცა დაანახო. შენ და შენმა კოლეგებმა თეატრალურ სამყაროს გულისხმობ და თუ ყველა არ იყო უმრავლესობა, მაინც ესე ჩანდა რომ უმრავლესობა იყო ჩართული ამ პროცესში, შენი კოლეგის მხარდასაჭერად ან დროს გულისხმობ, ძალიან ბევრი გააკეთეთ. დასაფასებელი არც არაფერი არ არის, დასაფასებელი კი არა, ვინც არ გააკეთა, ეგ არის დასაძრახი, თორე ჩვენ რეალურად ის რა გავაკეთეთ? ანუ ვერაფერს ვერ გავაკეთეთ. ხო, ვერაფერი ვერ გაკეთეთ, მაგრამ ის რომ საუბრობდით, ეგ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბევრი სფეროს წარმომადგენელი ვიცით, მაგალითად მასწავლებლები, რომლებიც რა ვიცი, სამი მასწავლებელი მახსენდება, ვინც მაგალითად ნინო დათაშვილზე ხმა მოიღო, მოთხვით რომ ადამიანი აწამეს. ამიტომ თქვენ ძალიან ბევრი გააკეთეთ, ჩემს დის გასტროლები რაც გქონდა მაგალითად დოის. გასტროლები, ხო, ეს ვიღაცები აკრიტიკებდნენ, მაგრამ აი, არ ვიცი, სხვა რა უნდა გაეკეთებინა ხა რეჟისორს და მსახიობს. იცი რა, იმ მაშინ ის მოცემულობა იყო, რაც მართლა რა ვიცი, თეატრს რაც შეეძლო, ქართულ თეატრს მე, ანუ რა ვიცი, ანუ რამდენიმე ყველა თეატრის სახელით ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ჩემი თეატრის სახელით და სადაც ვარ, ჩვენი მეგობრების სახელით, ჩემი კოლეგების სახელით, ყველაფერი გაერთიანდა და გაკეთდა იმისთვის, რომ რაღაცა რაც არასწორი ხდება. ნახე, აქ არ არის არც პარტიულობაში ამბავი, ანუ არც პოლიტიკო, ანუ რაღაცა არასწორი რო ხდება ქვეყანაში, ამ არასწორზე თუ არ თქვი, რომ არასწორია, ანუ რეალურად შეუცდომელი ადამიანი არც ხელისუფლება არც აქ არ არის ამბავი რაღაცა, ანუ მარტივია ძალიან, რაღაცა შეგეშალა, რაღაცა და ანუ ესეთი შეცდომები როცა ხდება, ანუ უბრალოდ თქვით ადამიანებმა, რომ ამას და ეს ყველა ნორმალურად მოაზროვნებ თქვა მე მგონი, იქიდანაც და იქიდანაც და ვინც არ თქვა ეგ რა ვიცი. ნამდვილად სიჩუმე უფრო გაუგებარი იყო ვიდრე ეგ და მაგისთვის მადლობა, იმიტომ რომ ჩემი აზრით ბევრი სხვა სამყაროსთვის ეს იყო მისაბაძე იყო, იმიტომ რომ თეატრალური საზოგადოების გაერთიანების მერე გაჩნდა მე ის პატარ-პატარ აქციები რო იყო რაღაცა IT სფერო, რაღაც მასწავლებლების, რაღაცა ექიმები და ჟურნალისტები და ამ შემდეგ მანამდე შეიძლება არ აკლდათ მათ ერთიანობა, მაგრამ აი ჩემი აზრით ეგ იყო მაგალითი, რომელმაც წამოწია და ძალიან დასაფასებელი. აი შედეგებზე შეიძლება ვერ გავიდეთ, მაგრამ ის რომ ხედავთ რომ ამ სფეროში კარგი მოქალაქეები და კარგი ადამიანები არიან, ეგეც მნიშვნელოვანია. იცი რა, ესეთი არ მე ყველაზე მეტად აი ძალიან არ მიყვარს რაღაცა აი მედროვე ადამიანებს რო ეძახიან, აი ეგეთი რაღაც ყველაფერს რო შეიძლება რომ მოერგო, ანუ
რეალურად აი ეგ ამბავი არ მესმის რანაირად. იმიტომ რომ მე საერთოდ მართლა პრობლემა რომელიც შენ კოლეგას აქვს, მეგობარს აქვს და ხვალ შენ დაგიდგება, ანუ რეალურად ხო, მანამდე მაინც დამოიწყო რომ გამოვცადოთ ეხა ყველაფერი, ანუ უნდა იყოს, არა, და გამოვცადეთ კიდეც სამწუხაროდ, მაგრამ თან როცა ხედავ რომ პრობლემა ცალსაღად უსამართლოა. ხო და რა შეეხება ეხა ამ დროს ეს რომ რაღაცა პოლიტპატიმარია და ტყილა ჩაჯდა ამ ციხეში და რაღაცა მაგალითივით დაისაჯა და ეს ეხა მაგაზე ლაპარაკი ზედმეტია და არ ვიცი. ეხა ცოცხლს როგორ შოკში ვიყავ, იმიტომ რომ ვერაფერი, ანუ ერთ-ერთი პირველი შოკი იყო, რაც საქართველოს ზემე. სხვა შეიძლება ასე გამორჩილ ადამიანებს არჩევენ პროფესიიდან, ეხა მაგალითად ამ კვირაში მიმდინარეობს სიამოღლობელის პროცესი, ჟურნალისტი რახან არის, მაგითო ვახსენებ, ის შენი კოლეგა ისჭები და რომლის ადვოკატმაც გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილება, რომ 2 წელი უსამართლობაა და ამის საპირწონედ პროკურატურამ მაქით გაასაჩივრა, რომ 2 წელიო ცოტაო და 4-დან 7 წლამდე ითხოვს ისევ ბრალის დამძიმებას. სიგიჟეში ვცხოვრობთ რა. შენ ახსენე ადამიანებიო, რომ არ მიყვარსო, რომლებიც ყველაფერს ერგებიანო და მეც გეთახვევი მაგაში, მაგრამ კომპლიმენტის სახით გეტყვი, რომ მშვენივრად მოერგე ჩვენს პოდკასტს და იმედია შენც მშვენივრად იგრძნო. რა მეინახულება. კი, და ჩემ მიუხედავად იმისა, რომ გიცნობდი, მგონია რომ რაღაც ახალიც გავიგე შენს შესახებ. მეც გამიხარდა თქვენი სხვანაირ გარემოში ნახვა და მგონია რომ ძალიან საინტერესო თემებზე ლაპარაკობთ და საერთოდ რა ვიცი, ყველაზე მნიშვნელოვანი არის საუბარი და კომუნიკაცია ალბათ. ყველა რა ვიცი. ხუბის და დავიდარების და რაღაც გინებების გარეშე. კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რავი, მე ბევრ რაღაცას ვიგებ მაგალითად თქვენგან, თქვენც ალბათ ჩემს რაღაცა შეიძლება გაიგო და ეგ ძალიან კაი რაღაცას აკეთებთ თქვენ, რომ ესეთი საინტერესო სტუმრები მოკავთ ხოლმე. მე ჩემს თავს არ გულისხმობ სხვა საინტერესო სტუმრები მეყვე. და წამატებას გისურვებთ. მადლობა. მადლობა სახალისო კითხვისთვის. აქ დავასრულოთ, ესე იგი გვეყობა ახლა ბავშვებო თამაში, წავედით ძილის დრო არის. და არ დაგაბწოს ჩვენ გამოწერა. აი მე ხო. გამოიწერეთ ეს ლამაზმანები. სამშობლო